მოკლედ ქალაქ თბილისში ვიყიდე კომაგი და ყველა გლეხკაც გაუმარჯოს ბაო და მოგიქოთ კომაგი რა სხვა რა გავთქვას ბაო გავახსენე ერთი ბავშვობის რეკლამა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ დასაწვენია დასაწვენი შეხარ ჩვენი მყოფები სეტეს ქუჩაზე კოსტავა 77 ნომერში ბილი ბერკის უპელეს ირლანდიურ პაბში სადაც შეგიძლიათ მოხვიდე და ყველაზე მაგარ ფასად გადაარეკრაკოთ გინესი უმაგრესი გინესი რაც გაჭედი და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო, იმიტომ დავიწყე კომაგით ჩვენი ამიგოები და უგემრიელესი, უპელესი და რა ვიცი, დღეს ძალიან მძიმე საუბარიც გვექნება. მძიმე რა ეხა. ქართულ კლუბებზე ვილაპარაკებთ, ამიტომაც გამხნევება ყველა სჭირდება და უკომაგოთ. ორი შენიშვნა მაქვს, სეტანტასეტეს ქუჩა არ არის, ეს კოსტავას სეტანტასეტეა. და არა, კოსტავას 77. ეს ერთი. მეორე, ვიცი რომ ბილეთები ძალიან ბევრ სულას არ შეხვდა და უცებ გაიყიდა და ვისაც არა გაქვთ ბილეთები. სახში დასხდებით ეკრანებთან და უქომაგებ ჩვენ აკრებს ჩვენი ატრიბუტიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ აკრებს და კომაგი ყველაზე მაგარი კომპანიონი იქნება თქვენთვის. შენიშვნა იყო სეტანტასეტეს ქუჩა არ არის მეთქი, ბიჭო. ბიჭო, სეტანტა სამონსუნა ნომერი. ლევან კობიაშვილი წუთი-წუთზე შემოგვიერთდება, მანამდე გავხურდებით. დავველოდებით. ჩვენ კრისტალბეტ ტრადიციულად კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშები გვაქვს ხოლმე. და აი ახლა კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ბლიც ინტერვიუ მედეჯინეს ბლიცებზე გადავიდა, იმიტომ რომ რაც რამე იყო ყველაფერს აგებს ყველასთან საერთოდ. და სხვათა შორის ჩამოხჭობა და მოეწონათ. ეხლა არ გაგიმეტე. ძალიან ცუდი სიტყვა არის ჩამოხჭობანა. აბა გადავიდეთ ეხლა. გაგინდა ეხლა. ბლიც ინტერვიუ აი ეს რასაც ვერ ვიტან. ეროვნული შეიძლება რაღაცა. დაკუჭული, გაყვითლებულ ფურცელზე წერს მელნით, ტიპი მელანი, ბატის ფეხი თუ რაღაცი წერს რა. მიდი. გაგინდა მითხარი, რა მე ისეთი არ მკითხო ეხლა ნერვები არ მომიჩნევა. დავიწყოთ. დეპრესიაში. არაფერი ისეთი ჩასაძიებელია. დავიწყოთ მედეჯინეს მედესო. ბატურ, ტიტიტა და ბატურ. დიმარი, ბატურა მე ვიტვიტა, გახსოვთ ალბათ ბავშვობის ნაწარმოებია ძალიან მაგარი. კარგი, დავიწყეთ. კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში გამორჩეული საფეხბურთო ატმოსფერო. შენთვის რომელია? აი, ბათუმი იყო და მიღებულია. ეხლა ცოტა არ არის, მაგრამ იყო და არ მოვიწდება და ანგისაც მახსოვს, შენ ეხლა პირადად დადიოდი და იქაც იყო და მე მგონია რომ მალე უნდა დავაბრუნოთ ეს ატმოსფერო. უღრმესი მადლობა. ჩემო ძმაო. და კიდე ერთი მახსოვს, დინამო კვარა ხალხი რო გადმოხდა მოედანზე, ეგ ხო ჩემთვის აი ხალხის გადმოხტომა რომ მოგეწონება. ხო იცი ეგეთი ვარიანტი. ის არის ავტობიოგრაფიული ჩანახატი. რა შეხო არ უკანავი, თუ მეკითხებით პასუხობ. ისი ესეო. გამორჩეული ქართული დერბი ეროვნულ ლიგაში. არ არის ეგეთი. გამორჩეული ქართული ო, კაი ტორპედო და ის აი ხა დინამო, მაგრამ რა ხა სხვა ხო ყოფილა. სხვა დერბი მანდარინი. მანდარინა არა, დერბი ჩინგაჩკუკა. კარგი. ყველაზე საფეხბურთო ქალაქი. ეხა ეგ პრობლემატური საკითხია. ქუთაისი. ალბათ რა ვიცი, არა, რუსთავი, რა ყველა ბიჭო, მაგრამ ქუთაისი უფრო რა. საუკეთესო თამაში ეროვნულ ლიგაში, რაც გინახავს. ეროვნულ ლიგაში საუკეთესო თამაში? ბიჭო, ბევრი იყო ეხა ეგეთი. ხო? ერთ-ერთი თვითონაც გახსენდები. ერთ-ერთი იყო, მე რო ლოკომოტივში ვიყავი, დინამო ლოკომოტივი 5-4 რო დამთავრდა რატი ალექსი და ბიჭები ის რო ეყენათ კარში, ოვონო. კარგად აღნიშნე. ეგ ჩემთვის ეგ იყო რა. ნუ ეხა თუმცა ის პენალტიც რომ მოიგერია და იქ მე კომაგმა რო ფეხზე ის გაიკეთა, რა ქვია. კვასხვაძის კარგი იყო. რომელ სტადიონზეა თქვენი აზრით ბატონო დიმიტრი ყველაზე რთული მატჩი? თამაში საერთოდ. ყველაზე, არა, ყველაზე კარგი სადაც არის სათამაშო, მაგას გეტყვი. ეს არის ლეგენდარული დინამო არენა რჩება. ყველაზე რთული არის იქ სადაც ბალახი არ ვარ, უნდა მაკონკრეტებინებ ეხლა. კარგი. ყველაზე კარგი ლეგიონერი ჩვენ ჩემპიონატში. ნუ ჩისკო. აკინოც ძალიან კარგად მახსოვს, ბევრს არ ახსოვს. აკინო, პირველ რიგში ჩისკო, ვერი აკინო. კარგი იყო ეს მიღებ. ტალანძე ვინ გასცემ? რაღაც ცოტა. ტალანძე ვინ გასცემ? ყენია. უშენოთ მოსაწყენია. შეგენაცვალე, ეს დადგმულია, ეხა ყენია უნდა მეთქვა, შენ ეგ უნდა გეთქვა. ძალიან კარგი. კაი. ყველაზე ცუდი მინდვრის საფარი სად გინახავს? ახლოდან ეკრანით. ხო გითხარი რომ არ დამაკონკრეტებინო მე. რა მოხდა მე ვიტყვი თუ გითხარ. სამტრედია. რატო არა? კი მე უკიდევ ვარ ეს. შენ ხო ნავყოფი ხარ? კი საადაა? გარეჯის სტადიონზე ხალიჩა იყო ძალიან ცუდი. ნუ ხო მე უღალეს ლიგაზე ვლაპარაკობ უფრო. კარგი იყო ეს ჩაცი. ეფექტურ გოლზე რომელი გახსენდებათ?
ჩვენ ჩემპიონატში. ზოგადად? რომელიც აი ჩვენ ჩვენ ჩემპიონატში? არ ვიცი, ესე კონკრეტულად არ მაქვს ბევრი კაი გოლები გადის. ერთი არ ვიცი, ახლა არ მახსოვს ნამდვილად. ეს თქვენ უპირატესობაზე. შენ გენასვლა შემითავე. დღეს რომ თამაშობდე მედეჯინე რომელ გუნდში ითამაშებდა? დინამო თბილისი. ძალიან დიდი მადლობა, გიხო რატომები უყოთ. კიდე მკითხე რამე. ეგ არის პოჩა. ეხლა მე კითხავ. აბა მიდი. გასაბარში გადავა, მესამე როგორ გავა? ჰა? ჯინსის ხბო. აველოდო სტუმარს თორე. კაი, მოდის ლევანი უკვე და ძალიან ხო არ გააგიჟო ეხა ეს რა. არა, დღეს ვიქნები ყველაზე აკადემიური. ხო, ნუ დღეს რა ვიცი, კითხები გვაქვს აგერ ლევან კობიაშვილთან, მე დაუსვა მას, მე არ წამიკითხავს, მაგრამ მოდი როგორც ამოს უმრავლესობა არის ამ ჩვენ საკლუბო სიტუაციაზე და დაგველოდეთ ეხლავე ლევანი მოვა. დაარტყმულია, გაუმარჯოს. როგორ ახართ რა შვებით? ზაფხულში არ ვისვენებთ, არ ჩვენ, არც თქვენ, თუ გვიყურებთ იმედია და აი ეს მორიგი ეპიზოდია დღეს და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მოგესალმებით. მადლობა ლევან რომ მოხვედით. მადლობა ლევან. ძალიან მიხარია რომ YouTube-ზე შევხვდით ერთმანეთს. და კიდე რა მიხარია, იცი პირადად რომ ეხა მომეც საშუალება გეტყვი ევროპის ჩემპიონატზე რო ვიყავი გერმანიაში ტაქსისტმა მითხრა რა ადრე გაგებული მქონდა რომ Volkswagen-ი რომ მეცახელად რო შეგარქვეს იქ გერმანიაში გელზენკირხენში რო ვიყავი თამაშზე და კიდევ ერთხელ მესი ამოვნა რომ გერმანიაში ეს ეხა მოდიოდი ტაქსით მე და დღემა მითხან ოდარ სიმსივეს ვიცნობო. ძალიან კარგია. შენზე მე რომ გერმანიაში ესეთ სახელი დატოვათ, ბაო, რომ ერთი მე ვამაყობ იმით რომ შენი თამაშები მიყავდა ლიგაზე. იმითაც ვამაყობ რომ 3 გოლი გატანილი და მე ვარ ამის თანამონაწილე. აუ და მაგაზე პაულო საერთოდ ვერსად ვიდეო აი გავგიჟდი რა ხო შენ ხო არა გაქ ხო და მაგაზე ისეთ სახალისო კითხვა აქვს ერთ-ერთ მაყურებს მე პირველად გავიგე ეგეთი რაღაცა მე იქნება ეგ კითხებამდე ჩვენ ვიყოფებით კოსტავა 77-ში სეტანტას კუჩაზე ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში და ჩვენი პარტნიორი ნოდარის 64 ნიკორა ნოდარის 64 აუ რა დღეს გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ესე გავაკეთოთ ხოლმე ერთ გადაცემაში მე შეჭამ მეორეში ნოდარი შეჭამ ეს ნოდარი ჯერი არის და ერთი სურვილი მაქვს ნოდართან მოგებული მაგრამ დღეს არ არის იმიტომ რომ ერთი ისეთ სერიოზულ თემაზე გვაქვს ლაპარაკო მართლა საბოლოო ჯამში დღეს გარდავისახეთ ყოველი სეზონის წინ ჩვენ საუბრობთ, ხვდებით ეთერში, ლაპარაკობთ აბა კლუბები და მოდის და აკრების ამხელა წარმატების ფონზე და გადაუჭარბებლად ვიტყვი რომ ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია ნებისმიერ შემთხვევაში. ეხლა სოფლიოზე თუ გავალთ ხო, ეგ ხო საერთოდ იქნება გაგრძელება, მოდი ესე ვთქვა და ამხელა წარმატების ფონზე ნაკრებისა, ნუ სრული ფიასკო გუნდების, აი სხვანაირად ვერ ვიტყვით, მართლა ვერ ვიტყვი და მე არასდროს არ ვარ ხოლმე ზედმეტად κρიტიკული რომ რაღაცა ვაწყენინო ან რაღაცა შეურაცხყოფა მით უმეტეს ხო მაგრამ ნუ ფაქტი სამწუხაროდ ეგრეა ლევან და კიდე ერთი თემა რა რომ ეს პრეტენზიები მოდის ხოლმე ფედერაცია კიდე ერთხელ სულ ამას ამბობენ ამ დროს კერძო მფლობელობაშია გუნდები პატრონებიც ყავთ თითქოს თანხაც არის ეხლა გიბრალტარის გუნდი რო წავა გავა იქა და ორ ეტაპს გაივლის აქ უკვე კითხვის ნიშნები აღარ არის რა რაღაცა რატო ჩვენ ვერა მოდი დღეს ცოტა უფრო ცვლად ვისაუბროთ, ეხლა შეზღუდული არა გვაქვს დრო, არაფერი. მოდი შეაფასებ მოკლედ, აი მოკლედ კი არა გზლად. ის ამბავი, რაც ძალიან გვაწუხებს მართლა ყველას და არ შეიძლება რომ ეხლა ფედერაციას ეს არ აწუხებდეს რა, გამომავალ პირადად თუნდაც ყოფილ ფეხბურთელებს ყველას, ვინც საქართველოსდან წავიდა უცხოეთში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მახსოვს ალბათ თქვენს გახსოვთ, როდესაც ამ თქვენ გადაცემას იწყებდით, ჯერ იდეა გქონდათ, მაშინ დაგპირდით მე, გქონდა საუბარი რომ გესტუმრებოდით და შესაბამისად ძალიან მიხარია თვალყურს გადევნებთ და მიხარია თქვენთან ერთად ვარ. მადლობა. და ძალიან სასიამოვნოა ის რომ სასიამოვნოა პირველ რიგში მადლობა ამისთვისაც რომ თქვენი გადაცემის ფორმატი შეიძლება სხვანაირი იყოს, თუმცა დღეს ისეთ თემაზე გვიწევს, რომელიც ნამდვილად ყველას გვაწუხებს და გტკივა ხო, ეხლა ახსენეთ კლუბების თემა, ევროტურნირები, რაც ძალიან სამწუხაროა და კაია რომ ეს შესაძლებლობა იმ ფორმატიდან გამომდინარე ცოტა ერთ სიტყვას ვახსენებ კიდე დავამატებ, აი გტკივა გვაწუხებს და დათრგუნული უკვე იცი როგორი თემა არის, დათრგუნული ვარ მე პირადად. აი მართლა გეუბნები რა. შეჩვეულებით სამწუხარო. არა, შეჩვევა ერთია, მაგრამ კიდე რა ყოველწელს ველოდები თუ ერთი ნაბიჯი წინ წავალ და არ გამოდის რა. ხო, იცი რა, ანუ გეთახმები, ანუ უამრავი სიტყვა შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ თემის მიღმა, ანუ სამწუხაროდ ყველა ალბათ ნეგატიური იქნება, იმიტომ რომ პოზიტივს ვერაფერს ვერ ვიტყვით.
სამწუხარო არის ნამდვილად ის რეალობა, რა რეალობაშიც ვარ და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ეს უფრო და უფრო ყოველწლიურად არაფერი უკეთესი არ ხდება, პირიქით ან რაღაც სტაგნაცია ერთ ადგილასაა, თუ კიდევ უფრო უარესი არ ხდება ეს. აი რატო? მოდი ამას კითხავთ. აი ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, ვისაც დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი უყვარს და ფულს ასდევს. აი პრობლემა რა შეგვიძლია? ესე ერთი შეხედვით ახლა ძალიან ძნელია ისაუბრო, მით უმეტეს ახლა მე ვისაუბრო ჩემი პოზიციიდან, მე არა ვარ რომელიმე კლუბის წარმომადგენელი და ზოგადად კლუბის მუშაობა და სხვა ამ შემთხვევაში ფედერაციის მუშაობა აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა არის, ხო? ახლა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რასაც ხედავთ გარედან, რაც ხდება და სამწუხაროა ის, რაც ხდება. თუმცა ეს პრობლემები ეხა არ დაწყებულა, ეს პრობლემები დიდი ხანია დაწყებულია და ჩვენ ამაზეც ხშირად ვისაუბრიათ სხვა გადაცემაში, თქვენ გადაცემაში და ჩემი გადმოსახედით წელსაც იგივე ნამდვილად არ ჭირდებოდა ჩემთვის ეხა ივნის-ივლისისთვის დალოდება და ყოველთვის ასეა იანვარ-თებერვალში ვხედავ თუ რა იქნება და გახსოვთ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. ანუ ამ პერიოდს ვახსენებ, იმიტომ რომ ამ პერიოდიდან იწყება ამ გუნდის მომზადება, ასე ვთქვათ, ევროტურნირებისთვის, სატრანსფერო პოლიტიკა, მათი რა სატარებენ, როგორ ძლიერდება გუნდები და ანუ ჩემთვის უკვე მაგ პერიოდში ნათელია ხოლმე. ფორმატი ხო მაგიტო შეცვალეთ. რომ უფრო მზად ყოფილიყო ეს გუნდები ევროპისთვის. ფორმაში რო შეხედეთ ეს, კაი, ამ თემას ვახსენებ და ანუ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი მათ შორის ამ სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც არ ვთვლი რომ დილეტანტები არიან და ფეხბურთი ესმით ნამდვილად, თუმცა რაღაც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ამ თემის ეხლა გახშირდა ამ თემის წამოწევა, რომ აი ფორმატი თავის დროზე რო შეიცვალა, ხო ეს ითქვა. ანუ ხალხო ალბათ არ ვიცი თუ ვინმე ამას ესე ფიქრობს, რომ ფორმატი ავტომატურად ჯგუფში მოხდება და ეტაპებს გაელვის, ნუ სულელი უნდა იყოს. და თუ ვინმე ამას აჯერებს და გასაგებია რომ ადამიანებს ვინც მათ უსმენენ და თვალყურს ადევნებენ, ეხლა ყოველს ფეხბურთი არ ესმის და არც მოეკითხებათ, რომ ყველა ფეხბურთი იცოდეს, ხო? მაგრამ შენ ამას მიზანმიმართულად ამ მესიჯს ახმოვანებ, აი ეს თავის დროზე, კი, თავის დროზე ეს შეიცვალა და ზუსტად ამ მიზნით, მაგრამ ეს შესაძლებლობა არის, ეს ფორმატი და ეს შესაძლებლობა თავისით ვერ მივა იმ ჯგუფში. ხო, თუ შენ ხელი არ შეუწყე შენი გუნდის წამოწევა. რაზეც საუბრობთ ახლა ჩვენ, ანუ გუნდები, ვინც მოგვიგო ჩვენ, ისინიც ხო ამ ფორმატით თამაშობენ. ხო, ანუ იგივე ესტონეთის ჩემპიონატი, ხო, ლევადიანი, რომელიც მოგვიგო. და არა, ეხლა მანამდე წინაწლებში სხვა ესტონეთის გუნდი. კი, და ზოგი არც იგუბლება ისეთი თამაშობს. ხო, ანუ მისთვის თუ ეს პოზიტივია და არ არის პრობლემა. შენთვის რატო არის? ხო, მივდივართ იქამდე, რომ სწორად ავითარებენ. ეს ეხლა ნებისმიერ ადამიანს, აი მათ შორის ხშირადაა ხოლმე, რომ თამაშის წინა პრეს-კონფერენციები რო არის, ანუ სტუმარი გუნდის მწვრთნელებს ეკითხებიან ჟურნალისტები და ყველა იგივეს პასუხობს, რა თქმა უნდა, თქვენი გუნდი უკეთეს კონდიციაში, ამიტომ შუა სეზონი ჩვენ ეხა დავიწყეთ. ეს ხო ესეა, ხა ვინმე თუ ამტკიცებს, რომ ეს არ არის, ნუ არ ვიცი, რა ფეხბურთთან არ არის კავშირი მას არ აქვს. უბრალოდ რაღაცა მიზანი აქვს. უნდა იყოს. რეგულაში არ არის ხოლმე. კონდიციაში უკეთესი. უნდა იყოს. ხო, ანუ ნუ აი გამოყენება უნდა მაგას. მაგას ხა იმა რა იცის ეს გუნდი როგორ ემზადება, ანუ პოლიტიკა საერთოდ ამა თუ იმ გუნდის ხო რა. ხო, ანუ ლოგიკური არის, შენ რო შუა სეზონში ხარ, უკეთეს კონდიციაში უნდა იყოს გუნდი, ვიდრე რომელმაც რაღაც რამოდენიმე კვირის წინ დაიწყო ვარჯიში, ხო? ამიტომ ეს თემა, რომელზეც აი ხარ ვიღაც ადამიანები და თავს ექსპერტს უწოდებენ და ჩემისაც ყველაფერი არიან ექსპერტების გარდა, რაღაც დაიწყეს ამ თემის წამოწევა, რომ თურმე ეს ყოფილა პრობლემა. რანაირად არის, რატო არ არის მაშინ ესტონეთისთვის, რატო არ არის ლატვიისთვის, რატო არ არის სხვა ქვეყნებისთვის, არ ვიცი ვინ თამაშობს, შვედეთი, ბატონ ლევან, ნუ კაცთვის რატო არ არის ეს პრობლემა არის, უბრალოდ ვერ გამოიყენე რა, ეგ არის. ეს ფორმატი არის შესაძლებლობა. და შენ ამ შესაძლებლობას თუ არ გამოიყენე, აი თქვენ გაახსოვთ ახლა იყვნენ ეს ადამიანები და კიდე სხვაებიც, რომ საუბრობდნენ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით ჩვენი ნაკრები, რომ აი ერთა ლიგით გავედით. კი, გავედით ერთა ლიგით. ეს ერთა ლიგა შესაძლებლობა იყო ჩვენთვის და გამოვიყენეთ, ხო? რაში მაინტერესებს მე ვინ მომცა ეს შესაძლებლობა? იყო, ფაქტია
და გამოვიყენეთ. ეხლა ვინ კითხულობს ამას, ხო? ხათაშორის თქვენი თაობის ბოდიში თქვენი თანაგუნდელები, თქვენი მეგობრებიც ბევრს უთქვას, რომ აი ჩვენ დროს რო ყოფილიყო ერთა ლიგა ჩვენც გავიდოდით. ხო, ანუ მოდი რა, ანუ ცოტა შეიძლება კი, მაგრამ არ იყო თქვენი ძალიან, მაგრამ სერიოზულ რაღაცებს უნდა ვისაუბროთ, ეხლა ვირას ლაპარაკობს და ცოტა სისულელებას ლაპარაკობენ, მაგრამ დავასრულებ ამ თემას. ეს არის შესაძლებლობა. თუ ვინმეს გონია რომ ფორმატი ავტომატურად იქ გაგიყვანს, ნუ სულელი ხარ. თუ არ გამოიყენებ და შენ თუ ფიქრობ რომ ეხა არაფერი არ უნდა ვაკეთო და ეს ფორმატი არის და ამით გავალ, ნუ რავი, კიდევ უფრო უარესი სულელი, მაგრამ ერთს დავასრულებ. ხახნო, ამ ფორმატში მე კი არ ვთამაშობ. ანუ რა ინტერესი მაქვს, რა ფორმატით იქნება? თუ უნდა იმ ფორმატით დავბრუნდე და ვითამაშო, თუ უნდა ამით ვითამაშო, ჩემთვის კი არ არის. ეს მათთვისა და თუ ვინმეს აწუხებს თქვას რომ ეს პრობლემაა, მიშლის ხეს და თქვა ახსნას რა პრობლემა არის. და კი ბატონო, ხვალევე შევცვალოთ. ჩემი რამე ინტერესი კი არ არის. ეს მათთვის არის. რამდენი გუნდი ყავს საქართველოში, ვისაც აქვს თავისი ბაზა, ვისაც ყავს აკადემია, ვისაც აქვს თავისი სტადიონი, ორი შეხედე ეხა შეხედე მარტივად ძალიან ჩვენ უამრავ რაღაცაზე შეიძლება ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, ბევრი რაღაცაები ხარ რაც ჩამოთვალე. იდეალური იქნება რომ ყველა გუნდს ეს კონდეს, მაგრამ ჩვენ სად ვართ ეხა? ჩვენ ხო არ გვაქვს მდგომარეობა, რომ აი ყოველ წელს გავდივართ მაგალითად კონფერენც ლიგაზე, ევროპის ლიგაზე და აი ბოლო ნაბიჯი ეს ჩემპიონთა ლიგას ვერ შევედით რა, აი პლეი-ოფამდე მივდივართ და ბოლო ნაბიჯი გვაკლიან, ყოველ წელს პლეი-ოფში ვართ და აი ვერ გადავდგით. რაზე ვსაუბრობ? რომელ გუნდს ვინ ჩვენ მოგვიგო და გვიგებს? რომელ გუნდს აქვს შენზე უკეთესი სტადიონი? ან შენზე უკეთესი სავარჯიშო და მივდივართ იქამდე, ლევანდო ესე იგი. ხო, გარიგე. ლევან, ესე იგი, ნახე, მაგრამ გიგებს, ხო, შეიძლება საუბრობ იმაზე რომ გაგებია, ხო. ანუ პირველ ეტაპის გავლაზე აი უკვე დაძაბულები ხელმძღვანელობასთან მივდივართ მაშინ. ანუ შეხედე რაღაცასთან ხო მივდივართ, იმიტომ რომ გიბრალტარის გუნდი რა ქვია სახელიც მოვიკითხე გუშინ რა ეხა. სწორად, ეხლა იგივე ლევადიას მაგალითი, აი იბერიასთან, ხო? გასვლითი თამაში რაც ვნახეთ, პირიქით, კი, წავაგეთ მეწყინე გასვლით, მაგრამ ყველა, აი ქუჩაშიც რომ გაგვეჩერებინა, ყველა ერთმანეთ ვამბობდით, რომ კი კაც თბილისში უეჭველი მოუგებთ, აქ ხალხიც მივარ. ესე იგი მივდივართ ლევან იქითკე რომ გუნდი რომელიც თამაშის ხარისხითაც ვერ გჯობია და წაგების მიუხედავად მაინც ფიქრობ რომ არა რაღაც ამას თბილისში მოუგებ, ესე იგი მივდივართ საითკე რომ შენ იმდენად მოღრეული გაქვს შიგნით კლუბში სიტუაცია, კონცეფცია არ აქვს, ყველა მაგაზე საუბრობს რომ გუნდმა არ იცის რა უნდა. აი გუნდმა არ იცის რა უნდა და მაგაზე არის ეს კითხვებიც ეხლა ვიყურეთ ესე ჰაერზე არა აი იგივე ფორმატზე მიხეილ მახარაძე შეგთხოვეს რომ დავასახელოთ ვინც ქსერს ფორმატის საკითხი თუ არის განხილვის თემა ფაქტია ეს სისტემა არ მუშაობს ამას დაახლოებით ვისაუბრეთ მაგრამ თუ არის განხილვის თემა თქვა შეხედე სახელდაგვარი ვინ იყო მიხეილ მახარაძეს ანუ რაც ნუ ეს არ არის დამალული ტიპი და თავის სახელდაგვარი ქსერს კითხვას სწორს გუწფედათ რა აბსოლუტურად ანუ ეს პრობლემა არ არის პირიქით იმიტომაა რომ აქ რო კითხვა დაისვას თუმცა ანუ მე რატო ვარ სულ ვინც კი ამ პასუხი უნდა გაცეს ამას ვერ ხვდები და არ ვიცი არა ფორმატზე რა ფორმატზე კითხულობ ხო იგივე ფორმატზე ავხსენი ხახნო ჩვენ რო ვიყოთ იმ მდგომარეობაში რაღაცა ეტაპამდე მივდივართ ამ პლეი-ოფამდე და აი ბოლო ნაბიჯს ვერ ვდგავთ და ამიტომ გვინდა რაღაცა ხო არ შევცვალოთ მოდით რაღაცა ხო არ სხვა მოვიფიქროთ კიდე გავიგებ, მაგრამ ის ვინც გიგებს შენაირი ფორმატით ანუ არ არის განხილვის თემა. ანუ კიდე ერთხელ მეორე, ანუ არა, კიდე ერთხელ მეორე. თუ ვინმეს ეს პრობლემა აქვს და უნდა ხვალევე შევცვალო. ჩემთვის კი არ არის ეს ფორმატი. არც მე, არც შენ და არც შენ, ანუ იქ არ ვთამაშობ. არა, ეგ ფორმატი რომ დაადგინეთ, ხო გაიარეთ, კაცო ყველა კლუბი იყო და ისაუბრეთ. გიხსნი რომ დავადგინეთ, ანუ ეს რომ თქვით რომ ეს ჯობია რომ ვითამაშოთ, ჰაერიდან კი არ მოვიდა. არა, გუნდები ხო დაგეთანხმე, კაცო, როგორც მე ვიცი. უნდა ეგ ერთი, მაგრამ მეორე, ანუ შენ რაღაცა გადაწყვეტილებამდე მიდიხარ, რაღაცა ანალიზს აკეთებ. როდესაც იხედები სხვა ქვეყნებში და მაგ ფორმატის მოთამაშე ქვეყნები და მათი გუნდები აღწევენ წარმატებას ხო? ანუ ეს ხო საიდანაც არ მოვიდა. ხო, მოიტანე იქიდან ემიგრანტი სახეზეა რა, ხო, როდესაც სხვა ქვეყანაში მუშაობს, იგივე ყაზახეთი აიღე, იგივე იქ, ანუ იქ თუ მუშაობს ეს ფორმატი, უბრალოდ ფორმატი, შენ თუ ფიქრობ რომ ფორმატი ავტომატურად იქ შეგიყვანს, ნუ სისულელია. არა, დასაკვირველია, არანაირ ფორმატს არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ბატონ მიხეილს რა უპასუხოთ ამ შემთხვევაში? ანუ ბატონ მიხეილს პასუხი არის რომ ერთი რომ ამ ეტაპზე ეხა ჩვენ რაზე ვსაუბრობ და სადაც ჩვენმა გუნდებმა ეხა ითამაშა
ეს ფორმატი არ არის პრობლემა, მაგრამ თუ ეს ფორმატია პრობლემა და ვინმე იძახის რომ ფორმატი გვიშლის მაშინ არგუმენტირებულად საუბარი შეცვალოთ, მე არანაირი პრობლემა არ არის. არა, რა აზრი აქვს თან? როცა უნდა ვისაც, ანუ როგორიც მათ უნდა ინფორმატიკა ვითამაშოთ, საერთოდ არ მაინტერესებს. თან რა მნიშვნელობა აქვს ფორმატს თუ კლუბში არ იქნება სწორი პოლიტიკა? აი მე წეგან მინდოდა მეკითხა რა. კლუბის პრეზიდენტებთან ბატონ ლევან თუ ქონიათ საუბარი ბოლო პერიოდში, უბრალოდ ეხლა თქვენ მესმის ვერაფერს ვერ შეცვლით კლუბში უშუალოდ ამათ. ეხლა შეგულებების დროა. არა, მანამდე რა თუ ქონიათ ზოგადად მაინტერესებს, აი რას ამბობენ, როგორც გამოცდილი ფერმუნტელი რა, გასულებული საუბარი. ერთხელ ორჯერ, ანუ ყოველთვის ხვდებით მათ, თუმცა არც ფორმატზე იკითხვა არა, ფორმატზე არა, კლუბის თვითონ აი სტრუქტურა, რაზეც არის კონცეფცია აგებული რა. სიმართლე რო გითხრათ, ანუ თავიდან ანუ რაღაც იყო შინაარსი, ანუ ბოლო პერიოდში, ანუ ესეც უკვე რაღაცნაირად, ანუ იქაც გრძნობ, რომ ანუ საერთოდ აცდენილები ვართ რეალობას. ანუ აი რა გითხრათ, ისეთ რაღაცებზე მიდის დისკუსია, ეხლა ხო ფორმატი, აი ამ ადამიანს ვინც იკითხა, იმის თვლის, რომ ეს ფორმატი აწუხებს მას, მაგრამ კლუბს არ აწუხებს, არავის არ უკითხავს. თუ უნდა ვინმე შევცვალოთ რა პრობლემა არის, ჩემთვის კი არ არის, მათთვის კეთდება ეს. თუ უნდათ, როგორც უნდათ ინფორმატით ვითამაშოთ, რა პრობლემა არის. თავარია შედეგს მიაღწიოთ, თორე რითიც უნდა იმით ითამაშოთ. მე ჩემთვის არანაირი ინტერესი მე ამ ფორმატზე არ მაქვს. რეაგირება როგორც წესი გამოიხატება წველი შესვლას ჩვენთან. მეტი არაფერი არ ხდება რა. წვრთნელიც რას იზავს მარტო ფერმუნტელი არ არის. ფერმუნტელი ეგ აბსოლუტურად. ორღალიძე გამოვიდა მას თამაშამდე და შემეწოდა გულით რა ტიპა თქვა ერთი კვირა რაც დავიმატებ. პრობლემა არის კომპლექსური არის. ანუ არ არსებობს შენ თუ გუნდში ჯანსაღი გარემო არა გაქვს და სტრუქტურულად გამართული არ არის ერთ კონკრეტული პოზიციის სრულება არაფერს არ მოგიწევს. ეს არის ანუ კომპლექსური პრობლემა, ფუნდამენტურად თუ სტრუქტურა არ არის აწყობილი და არ მუშაობს, შენ გინდ პრეზიდენტი შეცვალე, ერთი გინდ მწვრთნელი, გინდ ერთ კონკრეტული ფეხბურთელი ან ფიზიო, ანუ ეს არაფერს არ მოგიტანს და ამას ხო ხედავთ რომ ეს ესია. მე ანუ მიდის ყველაფერი აი მწვრთნელი შევცვალეთ, ეხა ახალი ეს არის ჰაერის გაის არის, ოთხლის გამოშვება არა. რაღაცა ანუ ცოტა ანუ დამღლელი ეს ყველა. თან ერთი უცებ ეხლა გამკრა თავში რომ არ დამოვიწყო. თან ლეგიონერებიც ისეთია იუვეტიჩმა დაგვახია ბურთი, ორჯერ შეეხო ტიპი ბურთს და დაამთავრა ყველაფერი ორივე თამაში. 38 რამდენი წელს. ო დიდია. ანუ ეგეც ვერ ჩამოყავს, ხვდები? ანუ რაღაცა ისეთი თემა არის რა. ხო შეიძლება ერთი ტიპი ისე ჩამოიყოს, რომ ამ ლევადიას მოუგოს, გაუტანოს რა, რაღაცა. ჩამოყვანაც, ანუ შეხედე პრობლემა რაც არის ეს ჩვენ წლების განმავლობაში უბრალოდ არასწორი დისკუსიას მართავთ. და არასწორად საუბრობთ. აი ხა ეს კითხვაც რო აი ფორმატის ესეც გონია რომ ანუ ლეგიტიმურია რა თქმა უნდა და მას ყველანაირი უფლება აქვს იკითხოს და გასაგებია რომ ყველა ფიქრობს და რაღაც გამოსავალს ეძებს. თუმცა ეს არ არის პრობლემა. არც ფორმატია პრობლემა. არც მოედანია პრობლემა. ანუ თქვენ ხო გახსოვთ წლების წინ ყოველთვის იყო აი მიზეზი რომ იცი რა სტადიონების პრობლემა გვაქვს. კი ბატონო, იყო სტადიონების პრობლემა. დღეს არ გაქვს სტადიონების პრობლემა. მერე იყო მოედნის საფარი, აი ვერ თამაშობ და ასე შემდეგ. კი ბატონო, იყო პრობლემა. დღეს ხო არ გაქვს არც ეს. მერე იყო, არ ვიცი, რაღაც ფინანსები პრობლემა. ნუ ფაქტია, რომ შენზე ნაკლები ფინანსები, ანუ ბიუჯეტიანი გუნდი გიგებს შენ. ხო, ესეც არ არის ის პრობლემა. რეალურად ეხა ფინანსები რა თქმა უნდა გჭირდება, მაგრამ ფინანსები კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, რაც ვისაუბრან, ფინანსები შენ გჭირდება. ბოლო ეტაპი რო აი ლიგაზე ვერ შედიხარ, მაგრამ კონფერენც ლიგას თამაშობ და იმას თამაშ, მაგრამ დღეს ჩვენ აქ საუბრობთ იმაზე, რომ ერთ ეტაპს ან გავივლით ან არ გავივლით და მეორეზე ვასრულებთ, ხო? და ის გუნდი ვინც შენ გიგებს, ანუ შენზე ძლიერი ფინანსურად არ არის. მერე იყო გულშემატკივარი არ დადის სტადიონს და ასე შემდეგ, ანუ ეს გულშემატკივარის დადის, მაგრამ ეს გულშემატკივარიც რომ მოვიდეს იმ სტადიონზე. ნუ ეგ ქათამიდო კვერცხის ამბავია რა. უნდა მოვიდეს და ვიღაცა ხო უნდა დაახვედრო იქ, ვისთვის უნდა მოვიდეს გულშემატკივარი ხა მწვრთნელის და პრეზიდენტის სანახავად არ მოვა. ან ყარა უნდა ჩამოიყვანო ყველა გუნდში. გულშემატკივარი სტადიონზე მოდის რომ რაღაცა უნდა ნახოს, ან ხარისხი ნახოს, ან მოთამაშე ვიღაც ვინმე ხო უნდა იყოს რომ ეუნები მოდიო აქ. ანუ უამრავ პრობლემებს ვედები წლების განმავლობაში, უამრავ რაღაცა ალიბის ვეძებთ, მაგრამ რეალურად იქ სადაც რაც პრობლემა არის, იმაზე არ მუშაობ. მაგთების გაგზელება არის ეს და საინტერესოა ნახდათ. ბექა მრევლიშვილი გვეკითხება, რატომ არავინ არ ცდილობს დიდი ფულზე ლაპარაკი ჩადება ქართულ ფეხბურთში? რატომ არავის არ სურს თქო ესე ვიტყოდი უფრო და არაც ცდილობს? არ ვიცი რატო არ სურს, მაგრამ ფაქტი ერთი რამეა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. ფინანსები არ არის აქ გადამწყვეტი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვართ იმ ეტაპზე,
რომ აი ბოლო ეტაპი გქონდეს და ეხლა გჭირდება რაღაცა სხვა ფინანსური დახმარება. არ გონიათ რომ მრავალმილიონი ინვესტიციები გუნდებში უშველი საქმე? ხო, მაგრამ თუ ისევ ესეთი ის იყო. შეხედე, ხო, ორი მინიშნება არის. ხო. ფული რო გქონდეს, იციან კი ვინ უნდა აი ეგ არის, გამოყენება და დაგეგმვა. შეხედე, რომელ გუნდში არის, არ ვიცი, ალბათ არის სადღაც არის, თუმცა არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ასე, სატრანსფერო, ანუ სკაუტინგის სისტემა აწყობილი. ვინ მუშაობს, რომ აი მაგალითად შემდეგი სეზონი, ანუ როგორ ხდება ფეხბურთელი? მაგაზე გვეტყვიან არისო და ერთი კაცი ეყოლებათ, რომელიც რაღაცას ანუ ეგრე ახლა ყველაფერზე გვეტყვიან არისო, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი დღევანდელ ფეხბურთში და ყველა იმ წარმატებულ კლუბში, იმიტომ რომ შენ რო დღეს რო დაგჭირდება ფეხბურთელი და უცებ რო გაიხედავ და არ ხარ მზად, არც იცი ვინ უნდა მოიყვანო და ვისაც დაინახავ ბაზარზე რო თავისუფალია ის რომ მოკლა 5 დღით ადრე. ეს არის მიმართულება, რომელზეც თვეები და წლები მუშაობ. შენ აკვირდები, შენ ვიღაც დადიხარ, ვიღაც თამაშებს ნახულობ, რაღაც კონტაქტი გაქვს, ანუ უკვე იცი რომ შენ შემდეგ სეზონისთვის ამ კონკრეტულ პოზიციაზე გიჭირს და აქ გინდა გაძლიერება. ხო, ანუ ეს ანუ მაგიტო ვიძახი, ფულიც რო გქონდეს ბევრი. შეძლებს კი ანუ მოიყვანოს სწორად გაანაწილოს. რა ვიცი, მიცეს ვინმე და ნახოთ რა. მე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ძიმა კიდე ერთხე რა. ლევადიას ბევრი ფული აქვს? არა მგონია. სწორად მუშაობენ შენზე. აი, გავიგე, გასულ წელს აი მონტენეგროს გუნდი იყო თვალსწრები, თბილისის დინამო გამოვიდა. დინამოზე უკეთესი ფული ქონდა? არა, რა თქმა ეს შეხედე, მანდ მივდივართ. არ არის ეს ყველაფერი არასწორი საუბარი, ისევ იმ პრობლემა, ანუ ისევ მივდივართ იმ გზით, რომ არასწორად დისკუსია არასწორად მიდის. არ არის მარტო ფული პრობლემა. ფული შეიძლება პრობლემა იყოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაც ბოლო ნაბიჯი გაკლია, ვერ გადადიხარ და ჭირდება. რა უნდა ვქნათ ეგეთ არ ვარ ჯერ იქ. გავიგე ზუსტად, მაგრამ აი რა უნდა ვქნათ, ლევონ, ეგეთ სიტუაციაში ახლა სულ რომ ნასერ ალ-ხელაიფისნაირი ფულიანი ტიპი ჩამოიყო, აგენ მეც ვამბობ მაგას და ვიძახი კიდევ ხმამაღლა, რომ აზრი არ აქვს იმ კუთხით, რომ თუ მე არ ვიცი ფეხბურთი და არასწორად ვანაწილე ფულს, მილიარდებიც რომ მომწე, ისევ ცუდად მოვიქცევი და ვერ გავანაწილებ. რა კერძო კლუბი წავართო იმისია რა, ეხლა არა, წარსულზე არა ვიძახი ხა რა აქ საუბარი არ არის რომ ვიღაცის აქ ჩაწეხლვა გინდა არა უბრალოდ კივა ვამბობ საუბარი ამაზე არ არის აქ არის უბრალოდ რომ ჩვენ სწორი მემართულებით ვისაუბროთ და ვიმშევთ და ადამიანები კონკრეტულად ვისაც ეხება იმ ადამიანებმა მოვიდნენ დაждდნენ ვისაუბრონ კითხები მე მისვავენ კითხვებს ანუ ადამიანები მე მისვავენ კითხვებს ანუ მე მე არა ვარ რომელიმე კლუბის წარმომადგენელი არც მათი მენეჯმენტი ვარ არც მათ სატრანსფერო პოლიტიკას განვა არ არის ეს ჩემი საქმე. ეხლა თქვენ აი იმ დღეს ანუ მინდა ამ თემასაც შევეხო ერთ-ერთი წვნელი ანუ გია ჭიაბერაშვილი საუბრობდა ანუ სიმართლე გითხრა ანუ მართლა გაუგებარია რაღაცა ვიდეო ნახე ანუ კი უყურე მეც მაგას კი უბრალოდ ცოტა გონია რომ რაღაცეები თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა ანუ ადამიანი საერთოდ წვნელია თუ ექსპერტია ისეთ რაღაცებს საუბრობს, რომ ძალიან დიდი ბოდიშს მოხდ, მაგრამ გონია რომ უბრალოდ სისულელია, რასაც საუბრობს. კონკრეტულად რომელიც თურმე ვიღაცეები არ იცის ვის ეხება ეს და თურმე ფედერაცია ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა დაждდეს და თურმე ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს. და თურმე გვეუბნება რომ ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით რომ ძალიან დაბალია, დიდი ხანია ვხედავთ ამას და ვიცით. და ამას ვიძახით დიდი ხანია რომ ძალიან დაბალი არის. ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს? ანუ ფედერაცია მე უნდა ვიზრუნო ადამიანი რომელიც შენ ირჩევ ფეხბურთელს, შენ მოყავს კონტრაქტ შენ უფორმებ, შენ ამზადებ, შენ შეკრებაზე მიყავს, შენ ავარჯიშებ, შენ ათამაშებ, ტაქტიკა შენ განაგებ ვინ უნდა აწიოს ჩემპიონატის ანუ მე უნდა ავწიო მისი გუნდის არა შეიძლება რაღაცა არ მომისვენა მაგრამ რა იგულისხმება აწიო როგორ უნდა აწიო ანუ ვერ ხვდები მაგას ვიძახ ცოტა ანუ გაუგებარია რას ლაპარაკობს და სამწუხაროდ არის ის რომ ამ მესიც ანუ კიდი კარგად იმიტომ რომ კიდე ერთხელ მე გარეთ ადამიანებს ანუ არც მოეკითხებათ არა არიციან როგორ არის როგორ მუშაობს ის და ვიღაცას ჯერავს იჯერებს ამას იგებს და იცი რა პრობლემა იცი რა რაშია რომ ამას საუბრობს ადამიანი რომლისგანაც პირიქით მოლოდინი გაქვს რომ
მისი მუშაობით რაღაცას ხელს დაატყობს მის გუნდს, ანუ მანამდე სადაც მუშაობდა, რაღაცა ნუ ახლა ბათუმის დინამოში რაც ხდება, შიგნიდან მაგალითის ყველაზე უკეთ რაშია პრობლემა, მე ესე მგონია და ძიმა ბათუმის დინამოზე არ ვსაუბრობ მე. არა, კონკრეტულად ეს ადამიანი ბევრ სხვა გუნდებში იყო და მათ შორის ევროტურნირებიც აქვს ნათამაშები და აღარ ვიტყვი ვინ გამოაგდო და რა ეტაპებია გავლილი და როგორ აქვს, მაგრამ ეს ადამიანი როცა ამას საუბრობ მინიმუმ რაღაცა სწორად მიმართულებით ხომ უნდა მიცი ამ შენ საუბრის ანუ რასაც საუბრობ. ხო, მაგრამ ეხლა რისი თქმა გინდა თქვენ რომ აი ესტონეთის თავრობა და ესტონეთის ფედერაციის პრეზიდენტი ანუ აი ზიან 24 საათი და ჩემპიონატის ხარისხი ან მაგრამ გამოსავალს ეძებს პატრონლევან შეიძლება არ არის ესე რა გამოსავალს ეძებს გამოსავალი იპოვოს თავის თავში და ანუ თქვას ანუ რა როგორ აპირებსო თავის გუნდის ხარისხის სათამაშო ხარისხი აიწიოს. რა ვიცი, მოусმინეთ მაშინ ახალს, თქვენ მაინც ხომ უნდა დაელაპარაკოთ, რომ ყველას აზრი, აი კარგ სწორს ამბობ, უნდა შეიკრიბოს ყველა მწვრთნელები, პრეზიდენტები, ყველა გუნდის აბსოლუტურად გავაკეთოთ ღია ეთერი YouTube-ზე. სხვა YouTuber-ებსაც მოვიყვანთ სპორტზე ვინც მუშაობს, დავждე და სრულიად გახსნილი დისკუსია ჩავატაროთ. მოვიყვანეთ და ალაპარაკეთ, მაგრამ მაგას ვიძახიან რომ ლაპარაკობ ადამიანს ცოტა ანუ შინაარსობრივად რაღაცა სწორი ხომ უნდა თქვა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი თქვენ ესტონეთის ჩემპიონი გააქვთ ნანახი? როგორ არა მაქვს ხა საოცარი ხარისხი, ანუ აი მართლა ფანტასტიკა არის, თვალს ვერ მოაშორებ იმას ყურებას მათ ჩემპიონატს. სასაცილოა უბრალოდ. და ეხლა რა ანუ ესტონეთის მთავრობა დღედაღამე ზიის პრეზიდენტთან და მუშაობენ ჩემპიონატის ხარისხი როგორ აწიეს და ლევადიან როგორ მოგიგო ჩვენ, ანუ ეს ხო უბრალოდ სასაცილოა. ანუ იგივე ჩვენი მეზობლები, ანუ სომხები, რომლებიც ბოლო 4 წელიწადში სამჯერ გავიდნენ სხვადასხვა გუნდით ჯგუფში და ეხაც პლეი-ოფში არის. ხო აი მათი პრეზიდენტ ფაშინიანი და ის რა ქვია ეგენი გამოაგდოებენ გიბრალტარმა სომხების გუნდი გამოაგდო. კოლეგა ზიან და აი 24 საათი მუშაობენ, აი საოცრებებს აკეთებენ რა. შეიძლება შეფუთვაც იგულისხმა რაღაცა პიარის. ისი შეფუთო, ხო და მანდ მივიდი არა რა შეფუთო, ეხლა ესტონეთი. ეხლა ვინმე თუ მეტყვის, რომ ესტონეთში უკეთესი სტადიონები გაქვს, უკეთესი მოედნები გაქვს, უკეთესი შეფუთვა გაქვს, ან სომხეთში, ან მალტაზე, ან ფარერებში. ნუ აი საოცრება, ეხლა მაგას ეს თუ უნდა ვინმე დაგვაჯეროს, ნუ არ ვიცი, მგონია რომ მავნებლობს უბრალოდ. აი რომელ ჩემპიონი, ანუ ესტონეთში რა სიძახი, ერთ სტადიონზე თამაშობს ნაკრებიდან დაწყებული ყველა კლუბი ევროტურნირების და იმაზე. რა ჩემპიონატის შეფუთვაზე ვსაუბრობ? არა, მე ესტონეთზე არა უშუალოდ ამაზე ვამბობ. კიდე ერთხელ ვიძახი რა, ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ რაღაცა ხო გეუბნებით, აი პლეი-ოფამდე მივდივართ და რაღაცა აი ბოლო ნაბიჯია და ამ ბოლო ნაბიჯში იქნებ ყველა ერთად გავერთიანდეთ და აი რაღაცა მოვიფიქროთ როგორ ერთ ეტაპი და ორ ეტაპის გავლაზია. აზერბაიჯანში 14 წლის იყო ლევან ყენია, როცა მე ვახდი ლოკომოტივში ვიყავი მაშინ და ტურნირივით იყო, იქ ვიყავით ჩასულები. ბალახს ვერ აგებდნენ. ყენია 14 რამდენი წელი რავი გამოთვალოთ. ბალახს ვერ აგებდნენ. საშინელ დღეში იყვნენ. იმის ფერი არ არის ბევრი დრო გასული რა და ჯგუფებში ჯდებიან ხან ლიგაზე, ხან კონფერენციაში. ხო და შენ ანუ მართლა მაინტერესებს თუ ანუ მაგას საუბრობს, ალბათ შენ თქვი ძიმა რომ მაგას საუბრობს, ანუ რა პრობლემა აქვს, ანუ სტადიონი არ აქვს, ანუ სათამაშო მოედნის პრობლემა არის ჩვენთან ეხა? არა, ნუ არ არის ეხა რა. და ის ვინც გიგებს ეხა ფაქტია რომ არ არის და იზახი. იგივე მონტენეგროს გუნდი, აი შარშან რო მოგიგო. ხო. აი ერთ ფეხბურთელს რო ეჩუქებინათ, ერთ ფეხბურთელს იქიდან არ წამოიყვანათ თბილისის დინამო. ხო, მართალია. ერთ ფეხბურთელს თბილისის დინამოდან რო შეეთავაზებინა იმ გუნდში სათამაშოდ არ წავიდოდა. გერმანიაში როგორ გიგებს, ანუ კითხვა არის, რანაირად გიგებს? სწორად მუშაობ. ხო და კი ბატონო, არა, მე იმას არ ვამბობ, რომ ლევან კობიაშვილმა უნდა წარმართოს დინამოს პოლიტიკა, რასის ხო და ამას საუბრობს ეს ადამიანი. არ წარმართავ ეხა როგორ ჩაერიობი და მე იტყვი, მე შეიძლება ვიღაცამ თქვასო ერევაო, ჩემს საქმეშიო რაღაცა ანუ მაგაზე არ არის. ნეტა მართლა მეხებოდეს და მეწოდინება მაინც რომ ჩემი საქმე არის და ანუ რაღაცნაირად შენი გუნდის ხარისხი ფედერაციის ის რა არის მოდნების გაკეთება გავი ინფრასტრუქტურა ძიმა რა მოედნები ეგეც არ არის ვალდებული არა სარსად არ ხდება რომ არა ქვეყანაში გინახია მე მაგაზე გითხარით კიდევაც რომ დაიწყეთ რომ მე მგონია რომ ცუდი საქმეს აკეთებთ რა იმიტომ რომ თვითონ აღარაფერს აღარ აკეთებდნენ მე შეხედე სად მიდივართ ყველამ ვიცით ეს ინდივიდუალურად ფონდი იქ ფული იქ ესა ინდივიდუალურად რო კითხოთ ყველამ გვესმის ეს მაგრამ
მაინც ან რაღაცნაირად ვიჯერებთ ასეთ რაღაცა უაზრო საუბარს, დისკუსიას და იქ არ მივდივართ და იქ არ ვსაუბრობ, სადაც სალაპარაკო არის. რაც არის ის პრობლემა თუ ფედერაციისკენ და მთავრობისკენ რო იშვერე ხელს რომ თურმე ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით რომ დაბალი, მაგრამ შენ რას არის ისთვის ახარი? მე თუ უნდა ავწიო შენი გუნდის თამაშის ხარისხი, მე თუ უნდა ავწიო დონე ჩემპიონატში. შენ რას აკეთებ აბა იქ? რახან ახსენეთ რომ გამოდიხარ და ესეთ რაღაცა უაზრობებს ლაპარაკო. ამას ყიდი და ვიღაცას აჯერებ კიდე შენ. ნუ ეხა გასაგებია. გერმანიაში კლუბებს მუნიციპალიტეტები ხო ფინანსებენ? კერძო სპონსორებიც ბევრი ყავს, მაგრამ მუნიციპალიტეტები არ აფინანსებენ? იქ გერმანიაში და სხვაგანაც არის ამ სატელევიზიო თანხა, ანუ რაც შემოდის. მუნიციპალიტეტის გუნდები ბავარიასაც აფინანსებს მუნიციპალიტეტი, როგორც ნუ იქ სპონსორი ახლა ბავარიას ყავს, იქ ალიანსი არის, იქ რაღაც სხვადასხვა რაღაცა ადიდასი არის, ისინი შედიან რაღაც პროცენტით საკუთრებაში ამ კლუბიდან. მთლიანი პაკეტი მაინც გულშემატკივრებს კერძოა ხო ეხა ფაქტია. კერძოს ვერ იტყვი რომ არის კერძო, ხალხის არის, ანუ იქ არიან წევრები, რომლებიც ყოველწლიურად გადასახადს იხდიან და შესაბამისად ისინი ირჩევენ, ვინ იქნება პრეზიდენტი, ვინ იქნება სპორტული დირექტორი, ანუ სპორტული დირექტორს ანუ სხვა ირჩევს, ანუ იმ პოზიციებზე, ვინც მართავს შემდეგ ამ კლუბს, ანუ იდეაში მე ანუ ჩემი თუ რეალურად გაინტერესებს ძალიან დიდი სურვილი და ოცნებაა რომ მსგავსი რამე ჩვენთანაც იყოს, უბრალოდ ანუ გონია რომ ანუ ძნელია ეს თავის დროზე. ანუ ამ მიმდინარეობით რასაც უყურებთ, გამოდის ისე რომ აზრი არ აქვს შემდეგი წელი, იმის წელი, ამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ამ დინებით მივდივართ, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ რანაირად უნდა შეიცვალოს. არაფერი არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, იმიტომ საუბრობთ ხო, ერთ ადგილას შეიცვალოს, კი, არა, საკულტო დონეზე ვამბობ, იმიტომ დღესაც გეუბნებით, ახლა ამ შედეგების მე რა დისკუსიასაც ვისმენ და რასაც ადამიანები საუბრობენ და მათ შორის ის ადამიანები, ვისგანაც მეტნაკლებად მოელნი რომ რაღაცა ჯანსაღი რაღაცა თქვას და აზრიანი, ისინიც კი ესეთ რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ და ურისი მოლოდინი უნდა ქონდეს. ანუ ყოველ ჯერზე მიდის იქითკენ რომ ანუ ვის დავაბრალო, ჩემი რავი უნიათობა, ჩემი არასწორი სამუშაო. მოდი, ლევან, ამოვიკითხავ. საბოლოოდ მივალთ ისე ვიკითაწეს, მაგრამ რა ვიცი. ანალოგიური კითხვები არის, ყველას დავასახელებ, ის მოგწერა ვინმე ათუკა პირესი, რომელიც წელს ითამაშებს ქართული კლუბი ლიგაზე, როგორ ფიქრობთ? ვერ ეგეთქვით. მაგაზეც ჯორჯ მენი რას აკეთებენ ქართული კლუბები ყველაზე არასწორად, ყველა გუნდი რატო იშლება სეზონის მოგებისთანავე. ესეც საინტერესოა. რა ვიცი რატო იშლება? შენ არ იცი რა ისე კითხულობენ. და რა ვიკითხონ იმ კლუბს, ანუ ვიცი, მეც მაინტერესებს. ლიდერებს ყიდიან ევროპული საკლუბო ტურნირების წინ, აღარ დაკონკრეტები ეხა რა და ფულის თემაა და დაჭერა უჩვენთია მათ ფეხბურთელის მესმის ეხლა. რაშია პრობლემა, რატო ვერ ხვდებით ამაზე? ვიფასო მეგობრებო, მიშო ზაზაძე და ასე შემდეგ. მე დარჩენს ეგეც არის ერთ-ერთი პრობლემა, იმიტომ რომ თუ დააკვირდები ტენდენციას, ყოველ წელს შენი ჩემპიონატიდან უფრო ანუ შედარებით კაი ფეხბურთელები გადიან, ვიდრე შემოდიან, ხო, რაც ავტომატურად ეხა შენ თუ არ დააბალანსებ იმ მოთამაშის ხარისხს, ანუ ლოგიკურია რომ ჩემპიონატის ხარისხი დაბალი გახდება. ვინმე გერასვანაძე წერს, თუ გზნობთ პასუხისმგებლობას საქართველოს ჩემპიონატის ასე დონეზე, ვისაუბრეთ ამაზე ჩვენ. ხო, ძირითადი კითხვები. გერასვანაძე. ხო, გერასვანაძეს მგონი არ უკითხია ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით გასულ წელს ეროვნული ნაკრები თუ გზნობ პასუხისმგებლობას და რა, ანუ გონია რომ არ უკითხია თქო და ეხა მე რას მეკითხება, არ ვიცი, ანუ პასუხისმგებლობა იგზნოს იმან, ვისი პასუხისმგებლობაცაა. რა თქმა უნდა, მე გზნობ იმას, რომ ეხა ფეხბურთია, ქართულ ფეხბურთს ეხება, საკლუბო ფეხბურთია და ყოველს ვთქვა და გვაწუხებს და რა ვიცი, ანუ აი ბატონ ლევან, ეს კითხვა მიყვარს ცოტა ეხა 10 გუნდის ნაცვლად 12 რო იყოსო, ხო არა? ესეთი უარე პირიქით, უარესი არის, მე შემცირებაზე ვფიქრობ კიდე და 12 ყველა ლოკომოტივზე ითამაშებს მერე და ის იქნება რა ქვია. ანუ აი მაგას ვიძახებ, აი ცირაზე ბრაზდები, რომ აი ეს კითხვები ახლა ლეგიტიმურებისაც რა უნდა ის იკითხოს, მაგრამ ისე მივდივართ იქ რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს ვისაც ევალებათ ამის გამოსწორება, ანუ რაღაცა ალიბის უქმნით კიდე, რომ ვაფიქრებინოთ, რომ ვაი, ჩემპიონატის ფორმატი ხო არ მიშლის, მე ხელს იცი რა, გუნდების რაოდენობა ხო არ სისულელი არის. გეუნებით სისულელია ამ თემაზე დისკუსია დღეს. ლევან, ამ თემაზე შეიძლება ისაუბრო მაშინ რომ ჩვენ ვიყოთ რაღაცა ხო გეუნებით აი ბოლო ეტაპს ვერ გადავდივართ და რაღაცა გვაკლია და რაღაცა უნდა შევცვალოთ. აი ფონზე არის ლევან, მოგურე და რორი კითხვა. ფონზე. და დავსვათ და ვნახოთ. აკაკი სრესელი რამდენად მიზნობრივად იხარჯება ის თანხა, რასაც კლუბებს ურიცხავთ, ფონდი, ანუ გიო კირკიტაძე. არ ფიქრობთ, რომ ფონდის დაფინანსების სისტემა არის შესაძლებელი. ეს თანხა საპრიზო სახით რო გადანაწილდეს პირველ სამეულზე და თასის გამარჯვებულზე შეიძლება უფრო წარმატებული გუნდები მივიღოთ.
აი კიდე ამ ფონდი ამოვიჩემეთ, ფონდი. ხო არსებობს და. გავიგეთ რომ არსებობს, მაგრამ ანუ არც ფონდია პრობლემა, არც ფორმატია პრობლემა, არც აი სხვა რაც შემოითვალა ის ახლა ერთი რომ მიზნობრივად ჯერ-ერთი ჩვენ არ ვამოწმებთ არც ვიხდით ფედერაცია ამ არსებობს ფონდი, რომელიც თავის ხელმძღვანელი ყავს, სახელმწიფო სტრუქტურაა და რა თქმა უნდა ამოწმებენ აუდიტი არის და ყოველწლიურად ის თანხა რაც იქიდან იხდება და რასაც იღებენ კლუბები, რა თქმა უნდა ამას ამოწმებენ და იქ არანაირი არ მგონია რომ რაღაც პრობლემა იყოს, ეხლა თუ იქნება ისიც შესაბამისი რეაგირება იქნება, ანუ ფონდის თანხა რო არასწორად იხარჯება, როგორც არის გაწერილი პროგრამით, ისე იხარჯება, ისე ერიცხებად. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ადამიანის გასაგონად და სხვის რამას ჩვენ არ ვაკეთებთ, ფედერაცია არ იხდის ამ ფულს, ფედერაცია არაფერს არ უხდის და შემდეგ მოწდება, მაგრამ იგივე ახლა UEFA-ც უხდის ფულს ჩვენ გუნდებს. ანუ იცით რა მხელა თანხებზე ეს აი ხო აი ესეც ფინანსების თემაა. უამრავი თანხა არის, უბრალოდ უნდა მიხვიდე, მოიგო და წამოიღო ეს. რომელიც იმ გუნდსაც დაეხმარება. იმ შემდეგ ანუ ნაწილდებათ იცით რომ ანუ გუნდში რომ მოხდა უკვე დიდ შოულობა რა ობიექტურად თქვა რა პლეიოფში ძალიან დიდ შოულობა ჩვენი კვალობაზე რა სხვა კლუბებიც იღებენ ბავშვთა სკოლები იღებენ ანუ უამრავი რაღაცა რეიტინგში წინ მივდივართ ქულები გვემატება იმდენი ბენეფიტი აქვს რა ვიცი რომ უბრალოდ უნდა მიხვიდე და წამოიღო ეს თანხა მაგრამ რა ვიცი ანუ მე არც არაფერი გავაკეთო არც იქ მივიდე, არც თამაში მოვიგო, არც ვიმუშაო და მე დავდგე და ხან ფედერაციას ვაბრალო, ხან ფონდს ვაბრალო, ხან თუ კონტროლდებაო ეს თანხა, მეზობრივად რაში იხარჯებაო, ზოგადად. იცი შენს მილიონჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული კონტროლდება, რაც გაიცემა, არის პროგრამით გაწერილი, რაც არის დადგენილი და რა თქმა უნდა თავის აუდიტი და იმით იმ თანხას ისე ხარჯავდა. ეხლა ამდენიც ეხლა ლევან აი მაგრამ მაგის გარდა ეხლა რავი იმ კლუბს სხვა ბიუჯეტიც აქვს, თავისი ფული აქვს, ეხლა იმ ფულს როგორ ხარჯავს, ის ეხლა ვინ გააკონტროლებს, ანუ ხელმძღვანელია თავი ჯიბიდან ამოიღებს ფულს, დებს, რაში ხარჯავს და რას აკეთებს, თავისი არის. ლევან, აი მაყურებლისთვის ვამბობ რა და ჩვენ მაყურებლებმა რომ გაიგონოთ, თუ აი რა დოზით შეუძლია, თქვათ და რა შეუძლია ფედერაციას, აი როგორ უნდა ჩაერიოს, აი რა არის, აი ეროვნული ჩემპიონატი. ზედკენ ბერზე გიგისტოთ ამ კითხვას. არა, უბრალოდ მაყურებლისთვის რო იყოს, ლევან. რა პროცენტები რო გითხარი, თქვათ, რამდენად შეუძლია? არ არსებობს ვერანაირად. რა კუთხით შეუძლია რომ ჩაერიოს და რა ფუნქცია? სულ რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ტურინში, ანუ ხვიჩას მოვიდი ტულის ის. სადაც PSG მოიგო. ფედერაციის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო სტადიონში. ანუ საერთოდ სტადიონზე არ იყო. და ეხლა თქვენ რას მეუნებით, რომ ეხ საფრანგეთის მაკრონი და ეს ფილიპე დიალო, ჩემი კოლეგა ზიან და ერევიან მე ზუსტად ვიცი ლევან, მაყურებლისთვის მინდა. საოცარი სეზონი. მაყურებლის გასაგონად მინდა თორე მე ვიცი რომ ფედერაცია არ სადარაკეთებს ამ მაყურებელს საკუთრებად. ფედერაცია ატარებს ჩემპიონატს. კი ბატონო. ხო აი ჩართულობა მაინტერესებს რა დოზით. ეს არის ორგანიზება. სადაც რავი მე თუ მკითხავთ ეხა იმ ჩამოთვლილ ქვეყნებზე, ვინც გვიგებენ და არ არიან ჩვენზე არც ერთს არ ჩვენზე უკეთესი სტადიონი აქვს და არც ისე უკეთესი პროფლიგები არის იქ, პროფლიგები არის და არ ვიცი ეხლა. თქვენ ხო გაქვთ შეთავაზება? მოდი პროფლიგა გააკეთე, ხო? ხვალები, აი ხვალები. რა პირობებზე გავაგონოთ ხალხს, რაღაც თანხა არის, ხო? გამოყოფილი სეზონზე. თუ როგორ არის? აი მოვიდა ვიღაცა პროფლიგა. აი მე და თამუნას გვინდა რომ გავაკეთოთ პროფლიგა. ხო, პროფლიგას თუ გააკეთებთ, რა თქმა უნდა, პროფლიგის შექმნის აზრი და იდეა არის, რომ რაღაც დამატებითი თანხები უნდა მოიზიდოს სპონსორების, ხო, რა თქმა უნდა. სპონსორი მოიყვანოს. შეფუთვა სტადიონების იქაფთია რაღაცა შუაში ამას. ფედერაციის ეს კომფორტი არ არის ჩვენ ჩემპიონატს ვატარებთ, იმიტომ ჩვენ უამრავი სხვა რაღაცა გვაქვს. ხო, არა, ლოგიკური იქნება რომ პროფლიგა არსებობდეს და გადააბარო იმას და იმან ამუშაოს. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ოღონდ ვინმე მოვიდეს და წაიღოს. აი ვინ უნდა იყოს, თქვა როგორ გონიათ, აი როგორი ის უნდა კომპანია უნდა იყოს, ადამიანი უნდა მოვიდეს. არის ახლა ყველა ქვეყანაში რაღაცა ანუ ორგანიზაცია იქნება, სადაც არ არის რომელიმე კლუბის წარმომადგენელი. მე მინდა პროფლიგა მოვედი თქვენთან და ლაპარაკობთ, ახლა მინდა რომ პროფლიგა ჩაუდგე სათავეში და გავაკეთო პროფლიგა. აი როგორ ვილაპარაკებთ ამაზე? რა თქმა უნდა, რა კითხვებს დამისვათ? იდეით, ანუ რითი მოდიხარ ახლა შენ თუ ის რაც ანუ პროფლიგას გააკეთებ შენ რომ მოხვალ ჩემთან მე უნდა მოვიდე როგორც მევხვდები აი აქ მეწეროს რომ აი ეს კომპანია შემომყავს ეს შემომყავს ამდენ ფულს იხდის ამ სტადიონზე ბანერებს გავაკეთებ დავბრენ და შენ რომ მოხვალ ჩემთან ხო ანუ შენ და გაგიჩნდა ეგიდია ანუ შენ რომ გაგიჩნდა ეგიდია გინდა რომ რაც დღეს არსებული არის
ამაზე უკეთეს ბევრად. გააკეთებ, ხო? კი. ამიტომ შესაბამისად რომ მოხვალ რაღაც წინადადები და იტყვი რა ამაზე მეტი სპონსორი მყავს, შემომაქ ეს ინვესტიცია, უფრო მეტად რაღაცა კიდე არ ვიცი, უამრავ სხვა რაღაცებს გავაკეთებ, ხო? იდეაში არის დღეს მე თუ მკითხავ ჩვენ ჩემპიონატში. არც სტადიონის პრობლემა გაქვს, არც საფარის პრობლემა გაქვს, არც გაშუქების პრობლემა გაქვს. არც არის განათებები იყო პრობლემა დღეს ყველა მინიმუმ ყველა არ ვიცი 1-2 გამოკლებით ყველგან აი იმედია ეხლა კაი გაიხსენე რა სამტრედიაში ეკრემ შუა დღეს რო თამაში ხო ცოდოები არიან სიკვდილის პირას რომ მიდიხარ შეხედე ანუ ესტონეთში ხო რას ამბობ ყველგან არა ლევონ მე იმას არ ვამბობ რომ დენი რატო არ გაგყავს თო მეტია ფეხბურთი დაიქცევა სურვილი მაქვს ხო რომ 3 საათზე თამაშობენ სამტრედიაში და ეგებს სამტრედიაში გააკეთონ თქო განათება მაგრამ იქნება ზის უნდა რუჯის გააკეთებენ და მეც უნდა გააკეთება სამტრედიაში და სხვა ბევრ ქალაქში გააკეთება კიდე ბევრი სტადიონი მომდენო წელს მაგრამ ეგეთი ყველგან არის ახლა ესტონეთი ამოვიჩენ მაგრამ აი ლატვიაში წავედ თუ გინდა აგერ ჩვენ მეზობლებში გადადიან რამის ნუ და ერთ წელს შეწამე არ გაიქცენ ისე თუ გინდა მონტენეგროში წადი სადაც გინდა წადი ანუ არ არის თქო მაგრამ რო დაუბრუნდეთ ამ თემას შენ რომ მოხვალ ამ ინიციატივით ხო რა თქმა უნდა პირველ რიგში იმიტომ ჩემპიონატი ჩემი არის ხო მე ვატარე აი რა კითხებს დავუსვა ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისეთი გარანტიებით მოხვიდე შენ რომ შენ შუა სეზონში არ ვიცი არ ადგე და მიატოვო ეს ჩემპიონატი და ადგე და წახვიდე და არც ფინანსები და არაფერი არ აქვს ჩემი პასუხისგებლობაა ესეც იმიტომ მე მრჩება მე ხოლმე მე მაინც შენ გაგრანტავ ყველა ვარიანტში ამიტომ რა თქმა უნდა შენ რომ მოდიხარ შენ რაღაც იდეა გაქვს გინდა უკეთესი გააკეთო ეს გეგმა უნდა წარადგინო რას გააკეთებ რითი გააუმჯობესე ფული უნდა მოიტანო ან ჩემთვის კი არ შენთვის კი არა კაცო არა პროფლიგისთვის ფული უნდა მოიტანო პროფლიგა ფული გჭირდება ჩემპიონატს შეტყობა სჭირდება ფინანსები ხო ანუ უამრავი ფული იხარჯება გადაღება აიღე საჯები აიღე დელეგატები უამრავი ხარჯი აქვს ამას შენ თუ ამ ხარჯს აფარავ და დამატებით კიდე რაღაცას გააძლიერებ მე ერთ რამეს გთავაზობთ რომ აი გავრცელეთ თქვა პროფლიგის რაღაცა განცხადება კი არა რა ვიცი რა ქვია მაგას რა იქნებ მოვიდეს ვინმე აი გეხოცები ანუ სისულელია რა მე მინდა არა მაგ არაფერს თავი არ ვიცი მენეჯერი არა ვარ და აგერ არის და მოვა ჩვენს ამიგოებს მეგობრებს ვეთქვი რომ მიირთვით უგემრიელესი კომაგი ჩვენი მეგობარი ჩვენი სპონსორი მართალია ყველა კლუბი გამოვარდა ევროთასებიდან მაგრამ მოახლოვებულია ეხლა სანაკრებო მატჩები და უკომაგოთ კომაგთან ერთად მეგობრებო ყველა კლუბი გამოვარდა ლევან ეხლა გადავიდეთ კაი ნუ მაგ თემაზე აღარ ჩვენს დავიგვინოთ უკვე რა არა მე ანუ ძიმა უყურე არა კაი კითხვებია კაი გეხა ხო არა კითხვებზე ევრო შენ სხვა რამეზე ანუ აი მართლა მიდი კაი თქვი მე პრობლემა კი არა მაგრამ საუბარი თუნდა არც იმის პრობლემა მაქვს რომ ვიღაცა ეხა მემაბრალებს ანუ საერთოდ პრობლემა არ მაქვს თუნდა 24 საათი ჩემზე იშვირო ხელი და ჩემზე მაგის პრობლემა კი არა მაქვს ანუ იცი თქვენ რომ არც როდესაც პრობლემური სიტუაცია იყო კრიტიკული სიტუაციებიც იყო რაღაც სერიოზული პრობლემებიც არასდროს არ მაქვს პრობლემა სადმე მისვლის და ღიად ამაზე საუბრობს კი ბატონო არასდროს არ მაქვს დღესაც ანუ მე ჩემთვის ეს პრობლემა კი არა რომ ვიღაცა ჩემზე ხელს იშურს არა ეს არ მაწუხებს ანუ ჩემს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას უბრალოდ მაწუხებს ის რომ იგივე გზაზე მივდივარ და იგივე არასწორი დისკუსია იმართება და რომელიც არ დაგვეხმარება უბრალოდ ალავერც ვარ გადლობა რო არ დალიე რა შენ თვითონ რაიხა ანუ არ გვეხმარება ეს თორე ანუ ვინმე მარი ფიქრობს რომ იცი რა ჩემზე რო ვიღაცა საერთოდ არ მადარდებს ხა თუნდა 24 საათი არა მადარდებს რა შენ ადამიანი ხარ და მოქმედეს თო ეხა ანუ არა ძიმა საქმისთვის არ არის კაი და თუ გვინდა რომ საქმისთვის ყველამ ერთად რაღაცა ვაკეთო და გამოვასწოროთ მაშინ რაღაც ცოტა შინაარსობრივად სწორედ უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, ლევან, დიმაც, მეც და აგერ ჩვენც ყველა ახლა იმდენ მართლა ვიცით რომ ლევან კობიაშვილს არ დავაბრალო, ლევადიასთან მარცხი რა, მაგას არ ვაბ, მაგრამ უბრალოდ ახლა როგორც გამოცდილია ესეთი ფეხბურთი გითამაშია, უკვე განა ფედერაციის პრეზიდენტს გეკითხება, როგორც ფეხბურთელს, მაგიტომ მაინტერესებს შენ და აი რა შეიძლება როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, თორე ლევადიასთან რო წავედი კობიაშვილის ბრალი. მე შეიძლება რაღაცა ვისაუბრ, მაგრამ ხო გეუბნებით, ახლა მე არ ვარ კლუბის საქმეებში შართული, მეც ანუ ვერ გეტყვით, არ ვიცი, იმიტომ ორი განსხვავებული მიმართულება, კლუბი აბსოლუტურად სხვა სამუშაო სპეციფიკა. ზუსტად ვიცი. ნაკრები სხვა არის. მე არ ვიცი, ახლა როგორ გითხრათ, არ ვარ, შეიძლება უამრავი რაღაც გამოწვევები აქვს, პრობლემები აქვს, მაგრამ
მაგითო ვიძახი თუ არის ესეთი ხო უნდა ვისაუბროთ ამაზე. მოდი გავაკეთოთ ესე. აღარ მინდა ამ თემის მართლა დამღლელია უკვე, შენს დაიღალეთ, ჩვენს დავიღალეთ და აქ არ არსებობს. ხო, აი აქ, მაგრამ ესეთ იდეას წამოვწევთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ერთი დიდი ლაივი დავგეგმოთ. ყველა კლუბის პრეზიდენტურა იყოს. არა, არ მოვა და აი ესე რა, აი რატო არ მოვა ძმაო? არ მოდიან ელემენტარული ინტერვიუში და მოგერქონია შეთავაზება და ერთი კი ზოგი ტელეფონს არიღებს, ზოგი ელოდება ახალ სეზონს. თქვენ ზართ ამისთვის რომ აი ეს საჯაროდ გავაკეთოთ ეს დისკუსია. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ნებისმიერ დროს სადაც არ უნდა იყოს, ანუ მზად ვარ, ყოველთვის შავერთო, ვისაუბრო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და რაც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ხო გეუბნებით რაღაც არის, რაც არ არის უბრალოდ. არ გეხება. გასაგებია, კარგი, მე დაახლოებით მოახაზე რაღაცა მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთო. ლევან, უყურე ხლა არ ვიცი, ამით მოდი, ლევან, თუ შეგიმოდ ამით დავიწყოთ ჯერ გერმან. ბიჭო, სათვალეს. მაურიციოს არის ხარ სათვალეს. ვერ შევეჩვიე, ვერ ვეგუებითო. ლევან, თუ შეგიძლია გითხარი, რა ისწავლე გერმანელებისგან რა იმ წლების მანძილზე, რაც გაატარე ოთო ესტებანი. აქტიური მაკლებელია. ბევრი რამე ვისწავლე, ანუ დისციპლინიდან დაწყებული და პროფესიონალამდე, რავი, ყველაფერი აბსოლუტურად, რაც ჭირდება პროფესიონალ ფეხბურთელს, იმისთვის რომ რაღაც თავისი კარიერა სწორედ წარმართოს და არა მარტო მოედანზე, მოედნის მიღმაც, ანუ უამრავი რაღაცა თვისება შევიძინე, რაც დღესაც მეხმარება ჩემს საქმიანობაში, ხო, იგივე დისციპლინიდან დაწყებული და ეს იყო და არის ჩემთვის მაშინაც როცა ფეხბურთს თამაშობდი და ეხაც, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ ამის გარეშე წარმოუდგენელი რაღაც წარმატებას მიაღწიო, ხო? ის წესრიგი, ის რაღაც პატივისცემა, შენი საქმის, შენი ყველას თან ლევან, აქედან ისე დროს ჩახვედი აწყობილი საათივით ქვეყანა სულ ამბობენ ხოლმე გერმანელებს რა თავის დისციპლინიდან. აი, მალევე გადაეწყე, ხო? მალევე გადაეწყე იმათ ნოტებზე. იცი რა, ანუ ზოგადად აქაც, ანუ ეს ხო ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა, ხა მე აქაც არანაირი პრობლემა არ მქონდა, როცა დისციპლინის ვიყავი, ხო, ანუ და ჩემს, ანუ ესე რომ გითხრათ, ანუ რთული არ იყო რაღაც. ოდი შეიძლება თქვენ თავობაში რა ბევრი არ იყავით ეგეთები, ხა მაგასაც ვიტყვი. ხო, ამიტომ ანუ ეს ჩემ ბუნების, ან ჩემ ხასიათიდან გამომდინარე, არც აქ არ მქონია მაგის პრობლემა, ყოველთვის ანუ რაღაც ვიცოდი ჩემი საქმე რა უნდა მეკეთებინა და მაქსიმუმს ვაკეთებდი ხანდახან გამომდიოდა და ხანდახან არა, მაგრამ ნუ ორ შემთხვევაში ცდილობდი რომ გამოგესწორებინა თქვათ ის რაც. კი, ანუ და ალბათ ყველაზე თავარი და ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რაც დღესაც ძალიან გვაკლია და იმათ შორის ამ კლუბებთან მიმართებაში და ზოგადად თვითკრიტიკული, ანუ თვითკრიტიკული ვიყავი ყოველთვის. ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კრიტიკა, მათ შორის ჩემი, ანუ მე რას ფიქრობდი და კი აი აქაც ადრეს მithქვია, არასდროს არ მინახავს, იმ დროს როცა თამაშობდი არ მაინტერესებდა, თუ აი რაღაც კაი თამაში მექნებოდა ან გოლს გავიტანდი, ანუ არასდროს არ მაინტერესებდა ეგ. მაინტერესებდა ის, თუ ვიღაცა ხა მცველი ვიყავი და მომატყუებდა, ან ჩემს გამო გოლს გაუშვებდით, ანუ ის რაც პრობლემა მქონდა თამაში, ანუ ეს იყო ჩემს მნიშვნელოვანი, იმას უყურებდი, იმას ანალიზს უკეთებდი, რომ ხვალ იგივე შეცდომა არ დამეშვა, ეს იყო მთავარი და ნუ ვიყავი საკმაოდ თვითკრიტიკული, მათ შორის ძალიან ყურადღებით ვიყავი, გარედან ვიღაცა რო გაკრიტიკებს და სულ ვიძახი და ეხაც გავიმეორებ, რომ ეს კრიტიკა ცუდი არ არის, ეს კრიტიკა ძალიან კაი არის, ამ ჯანსაღი კრიტიკა ადამიანებს უნდა მეხმარება რაღაცა. იმიტომ გეხმარება ხა რა თქმა უნდა ვიღაცის მე შენს ანალიზს უკეთებ, რაღაცას მიიღებ, რაღაცას არ მიიღებ, მაგრამ ნუ რაღაცას ნახავ შენს ხელმოსაკიც, რომელზეც იტყვი რომ დიმახ მას არა უწევ თორე დაგბლოკავს. არა უწევ. არა, შუაში კაცარ ვაჩვენებ. არა, ბლოკავს მაინც არქნა. აი, ძალიან მნიშვნელოვანი ბაიერს ეს როგორ გაესღერა? არა, მართლა ანუ ეს სასწაულის ახე. თან ვისკარში. კადრიც არ შეგვიძლია ვაჩვენო თუ რას ბლოკავს, მაგრამ არ უბერა და YouTube-ი ხარ. ლევანი ხო უყურებს და ვამბობ და გერ ოლივერ კანს რო გაუტა. აგე? აუ კომენტატორი მაგრა ყოფს ესე რა. ეს ლევანი თავის ცვლილებია მიახსნუახ შეგიცოდა ხოლმე, მაგრამ ის რა მაგარი გოლი გაიტანა. ისე ლევანი ხოლმე გერმანიაში ყველაზე მაგარი იყო, ხო მაინც? ემოციურად ნაკრები აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის, ხა არაფერი არ შეიძლება. ნაკრების თამაშს გოლს და მე იცი რა მახსოვს ყველასე მაგრად კიდე შენ ბევრი მაგარი გოლი. ირლანდიასთან იქიდან რო გადაწყვიტე კარში გაშვება, თან გივენი მაშინ კარგი მეკარე იყო, ძალიან მაგარი და საერთოდ ჯარიმები რაც მახსენდება. ეხლა მე ხო ძველი ვიდეოების ყურება ძალიან მიყვარს და პელე მეკარეებისთვის გაქვს ჯარიმები, ლემანი,
კანი. მაგრამ ისე მაშინ ჯარიმის შემსრულებლად მე რაც მახსოვს ნაკრებში, ესე ხანუნ ყავდა ხოლმე ხანუნ მერეც რა, მაგრამ შენ ჯარიმის შემსრულებელი. ლემანზე ისი რა გამახსენდა ლემანზე? ლემანზე რა გაგახსენდა? ხო იყო აქ ჩამოსული ლემანი. რაღაც სასტუმროში ისე მოხდა რაღაც ცუდი ხედი იყო, უკან რაღაც დაუდია რომ ცუდი ხედი და ქართველები ულაიკებდნენ. ლევან, იცი რა უნდა კითხო, აი სანამ PSV-ს ამბავზე გადავեք, მაგრამ ევასება მაგაზე ლაპარაკი რა. ევასება. ხო და აი რაღაცა ისტორია მოგწერე ერთმა აი აი მინდოდა მაინტერესებს. ამას კითხავ. აი თქვენი თაობა, მე პირდაპირ ჩართვა ქონდა ბულგარეთში რო წავაგეთ, არ ვიცი გახსოვს თუ გეხსოვნება. კომაგი არის შედევრი. ბიჭო, რაღაცნაირად აქანავებ ეხა. რო ჩავთვე ტელეფონით და იყო ესეთი თემა რა. რო შენ თქვი რომ აი ძალიან გაბრაზებული იყავი, რა თქმა უნდა, ეხა 5-ით რამდენი წავაგეთ? 6-2 თუ რაღაც. 6-1 თუ რაღაც უბედურება და შენ მაშინ თქვი რომ აი რა უნდა თქვაო, როცა თამაშის წინო რაღაცა მაღაზიებში და ზუსტად მახსოვს ეხლა ეს რა. და კიდე იცი რა, მაგ თამაში, მაგ ჩარტოში მაგარი ჩარტვა იყო. მე პასუხს არ ვაგებ იმ ფეხბურთელზე, რომელიც თამაშის დროს მეუნება პასი არ მომცევ, ეგ მაგრა მახსოვს რა. ანუ ხო ხვდები რა საით მივიდოარ ეხლა ნაკრები, დღევანდელი ნაკრები ხვდები, ანუ თქვენ დროს შემადგენლობით მე გულწრფელად ვამბობ რო არავის არ ეწყიროს, ვიტყვი რომ არაფრით ნაკლები არ იყო თქო. ესე ვიტყვი. დაცვა იქნება ეს ნახევარ დაცვა. აქ თუ კვარაზე ლაპარაკობენ, იქ თქვა გიო იყო, იქ რაღაცა აგერ ბუნდესლიგის ხალხი იყავით, მთელი ისტო აწელეულები გაქვთ ბუნდესლიგაში გატარებული ლამის რა. ამდენ ხალხს ბიჭო, ეხა ეგ ხო ის არ არის. და ლეგიონერებში კიდე ზედა საფრანგეთში. აი ეს სიტუაცია შიდა ნაკრებს, სხვათა შორის მე ერთხელ შოთარლოეს ერთად მივყავდა საფრანგეთის საქართველოს ტრამირებული იყო და ამანაც მოყვა რომ იქ შიგნით რაღაცა და მეუთხარ რომ იქ შიგნით რატო არ ეუბნები მეთქა. კი ვამბობთ მაგასო, მაგრამ ნუ აი რაღაცაში ეხა ძალიან შეცვლილი არის რა. ოჯახია. შეხედეთ ანუ კაია ეგ თემაც და ხშირადაც დავუსვათ ეგ კითხვა. პრობლემა რაც იყო მაშინ და განსხვავება იმ პერიოდს და ამ პერიოდს შორის, ახლა ინდივიდუალურად ვიღაცას ის ფეხბურთელი მოწონდა, ვიღაცას დღევანდელი მოწონს, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა მოწონს. განსხვავება არის იმაში ერთ რამეში, რომ მაშინ უბრალოდ გუნდი არ ვიყავით და დღეს არის გუნდი. ეს გუნდი დღეს შეხედეთ ანუ რატომაც ანუ მაშინ შეიძლება ნუ ყოფაც არ იყო ისეთი ხა ანუ შეხედე ანუ არაზრუს სხვას არ უნდა დააბრალო ყველაფერი არა დაბრალება მაშინაც ანუ იყო რომ ეს მწვნელი ანუ სულ რაღაცა ის მწვნელი ანუ სულ რაღაცას ვეძებდით ვიღაცის ბრალი აღარ იდეაში ჩვენი ბრალი იყო თითოეული ვინც იქ ვიყავით იმიტომ ჩვენ ვიყავით პასუხისმგებლები ჩვენ თამაშობთ თორე ხა მწვნელი მეტნაკლებად ეხა არაზოს ჩვენ ნაკრებებში ადრეც ეხა სამ ცუდი მწვნელები ესე არაზოს არ ყოლი ანუ მეტნაკლებად ყველა ნორმალური კვალიფიკაციის მწვნელი იყოს თუმცა კიდე ერთხელ ერთ კონკრეტულ იმაში არ არის პრობლემა არც ერთ ფეხბურთელში არც მწვნელში ანუ ეს მთლიანი გარემოა გუნდი არის ბევრი კომპონენტისგან შემდგარი არის ეს გუნდი სადაც ეს ყველაფერი თუ მაქსიმალურ ლიმიტამდე არ არის ასული იგივე მონდომება, პროფესიონალიზმი, ბევრი სხვა რაღაცები. ლევან, თან გუნდები რო თქვა, ძალიან მაგარ გუნდებში თამაშობდით მაშინ. არ ნაკლებში კი არა, უკეთესში ვიდრე ეხლა. ჩვენ თაობამდეც იყვნენ ფეხბურთელები, რომელიც ინდივიდუალურია და რამოდენიმე მაისური აქაც არის, ანუ კი. იმ დროსაც ეგ პრობლემა იყო. ინდივიდუალურად ფეხბურთელები კი გაიყვავდა ქვეყნის გარეთ, მაგრამ ერთად რომ მოდიოდნენ გუნდი არ ვიყავით. ხო, ვერ იკვრებოდა. ანუ ჩემი, რა ვიცი, მე ესე ფიქრობ, ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად გონია, სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედა, რასაც მე უყურებ და ადრეც მithქვამს ახლა. აი დღეს რასაც უყურებ ჩვენი გუნდის მზადებას, ეს ხო არ არის ერთ კონკრეტული დღე, ერთ კონკრეტული თამაში, ხო პროცესი არის. აი პროფესიონალიზმი რა არის? ბევრი რამე ეხა დავინახე მე ჩვენი მოთამაშეები და ვინც ნაკრებში არის აბსოლუტურად სხვა მიდგომა არის. ევროპის ჩემპიონატზე ხო გეუბნებით ახლა გუნდთან ერთად ვიყავით თელი ეს პერიოდი როგორ ემზადებოდნენ, რას აკეთებდნენ, ანუ მართლა საოცრება იყო და ანუ გიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც ანუ ესე თავისით კი არ მოდის ეს რაღაც. ამას რაღაცა ესე მოვიტანეთ, მოვედით ყველამ ერთად, რაღაცა სწორი მიდგომებით, სწორი დამოკიდებულებით. ბევრი რაღაცა ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ელემენტარული უნიშნულო რაღაც გადაწყვეტილებებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან ეს ექსანიულის ფაქტორია შიდა საზრაოს ხო იქ შიგნით იყავით ყველა ერთად რაღაცა ხო? აი ვინ არის ყველაზე მაგარი ყალთაბანდი ვინ არის? აი როგორებს რა? არის ფეხბურთელებს უნდა. არა, ცუდი გაგებით კი არ ვიძახი, კაცო. ეხა ის კვარა და ზურიკო, გრეხეთ მოსთამაშობდნენო, ის თამაში რო შეწყდა იქ.
შოტლანდიაში. შოტლანდიის თამაში. შიგნითო. ანუ ფსიქოლოგია სხვა აქვს ამათ რა, ეხა ისეთი ტიპები არიან. ის ყველაზე ჩემი საყვარელი კადრი არის მიქაუტაძე ინტერვიუს რო ელოდა, როდესაც ნახავს, რომ ესენი მოდიან იმითი დინამიკით და ეგ როგორ იქცევა იმათ დაიკიდებს ჟურნალისტებს ამათ ეგ დაუდგენ ესეც მოდის რაღაცაირი ტიპები არიან რა ვიცი თვითონ გუნდში არის პოზიტიური კლიმატი ანუ ჯანსაღი გარემო ამ დროს ქართულ კლუბს დაინახა და ერთმანეთის მიმართ და ყველაზე მაგარი რაც არის და რაც მაძლევს კიდე იმის იმედს და განცდას რომ ეს ყველაფერი რაც გამოვიარეთ ანუ ამას გაგრძელება ექნება რაც რისიც მჯერავს მე ანუ მათი დამოკიდებულება და მათი მიდგომა ანუ მოთამაშეები და თუნდაც გუნდი ყველა აბსოლუტურად ვინც არიან ჩვენი ჩათვლით ვინც ვართ ანუ ამით კმაყოფილები ანუ არ დავკმაყოფილებ არა მეტის მოთხოვნა მადაგაიხსნა ისეთი რაღაცა დავინახეთ ევროპის ჩემპიონატზე და მათ შორის მოთამაშეებმა ისეთი რაღაცა ნახეს თავიანთი თვალით რასაც ჩვენი თაობები ჩვენზე უფროსები 30 წელზე მეტია ვოცნებობთ რაც ამათმა ნახეს რომ დარწმუნებული იყავით და დარწმუნებული ვარ რომ კიდე უნდათ ეს ნახო და ამისთვის ყველაფერს აკეთებ ლევან თქვენი გუნდის მთლიანად მუშაობას ხო კარგად და ესე მარილი მოაყარა სანიოლის შემოსვლა მან ბიჭებთან თავისი ფრანგულ გერმანული დისციპლინი და ამ ხელა ფეხბურთი აქვს ნათამაშები ბოლო-ბოლო რა შეხეთ ანუ ვილის თემაც რა თქმა უნდა წვნელის შერჩევა მოყვანა მისი მუშაობა ხა ყოველთვის შეიძლება ყველაფერი idеალურად დაგეგმო მაგრამ ნუ არ გაამართლოს ხო მაგრამ როდესაც შეხედე ანუ რა წარმონიშნო როდესაც შენ რაღაც კონკრეტულ მიზნობრივად რაღაცას აკეთებ და რაღაცა კონკრეტული ხედვა გაქვს როგორ არჩევ ამ წუთს ეხა თქვენს გახსოვთ ალბათ ერთი ამბავი იყო ატეხილი და გვაკრიტიკებდნენ და რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ სადაც ვილი რო ჩამოვიყვანეთ ხო ვინა და რა ჩვენ ანუ კონკრეტულად როდესაც ის პერიოდი ქონდა მსმერის შერჩევის პერიოდი და ის ცოტა გაიწელა ის პერიოდი თუ გახსოვთ ხო ამაზეც იყო ერთი საუბარი ხუმრობით ამბობდნენ თამაშის დღეს შემოვიდა რაღაცა სისულელეებს რაღაც ამ დილეტანტი ხალხი რაღაცა იდიოტობებს გამორთე ბოდიში საუბრობდნენ მაგრამ ჩვენ კონკრეტულად გვინდოდა ადამიანი რომელიც ავარჩიეთ ხო პირველ რიგში რაღაც პრიორიტეტები ქონდა. ხო, აი კრიტერიუმები საერთოდ. არჩევ რაღაცა ესე ხო არ არის უბრალოდ ეხა გავიხედე და თავისუფალ ბაზარზე ვინცაა და აბა ხელი ვტაცი და წამოვიყვანე, ხო? არა, ანუ რაღაცა შენ იდეა გაქვს. ხო, ერთი რომ ანუ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანია ჩვენი მოთამაშეებისთვის ავტორიტეტი მსმერის, ხო? ყოფილი ფეხბურთელი საოცარი კარიერა მათ შორის ადამიანი რომელმაც იცის როგორ მოიგოს ტიტული, როგორ მიაღწიოს წარმატებას. საკლუბო სვისის ნაკრებიც და კარგი ფსიქოლოგი. მეორე ადამიანი რომელსაც თავისთვისაც უნდა რომ დაამტკიცოს რომ კაი მწვნელი არის და კაი გაგებით შიერი მწვნელი არის და არ არის კი ბატონო განებივრებული ტიტულებით და ნუ იყო ალბათ რისკი თქვენი მხრიდან რომელმაც გაამართლა რისკი ყოველთვის არის რა მე თქვი ანუ ყოველთვის შეიძლება იდეალურად შეარჩიო ეს ყველაფერი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ გაამართლოს ანუ ეგ სხვა რა მაგარი მწვრთნელები ყავდა აქ ჩამოყვანილი მერწმუნე და სულ ყოველთვის ამას ვიძახი და ეს არის თუ შენ მაქსიმუმს აკეთებ და სწორედ აკეთებ არ არსებობს რომ არ დაგიფასდეს ესე იყო როცა ფეხბურთს თამაშობდი ესე არის ესას და ესე იქნება მომავალშიც და როდესაც შენ რაღაცას სწორედ აკეთებ დიდი ალბათობა იმის რომ ამან გაამართლოს არის ნამდვილად და ეს შემთხვევაც ესეთი არის იმიტომ ჩვენ რაღაცეები კრიტერიუმები ბევრი ანუ ბევრი სხვადასხვა გვარებიც იყო მაგიდაზე ბევრ რაღაცებზე საუბრობდით ბევრთან უფრო ახლოს ვიყავით ბევრთან შო მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ აი გახსოვდა ისეთი ტოპ წვლილები ჩავარდნილან ნაკრებებში რომ ეხა ყოველას ვერ დავასახელებ ეხა რა შემადგენლობას ყავდათ ისიც ყავდათ მაგრამ ვერა და აი ეს კაცი მოერგო ჯიგრულად და მაგის გარდა ჩემიანი გახდა ლევან რაღაცნაირად იმიტომ რომ მე არ მოვიწდება ბოდიში რა იქ დაჯილდოება რო იყო მე რომ მიმყავდა და მე რო გადამიარეს მე ბუდოს გამოტყილა მაგრამ არა უშავს ყველასთვის შემიდია მაინც მაგინეთ არა უშავს და ვილისთან მივედი 2 წამით სულ რა და გადავიხე, აი მეოთხარი, აი ეს და თან ესეთი იყო, ხო ეს სხვანაირი ადამიანი და ყურს ძალიან მაგარ რაღაცები მითხრა, რომელიც არ ვიტყვი არასოდეს რა. აი ძალიან და უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს, რომ ძალიან მაგრა აფასებს ამ ქვეყანას, ძალიან მაგრა აფასებს ხალხს, ყველაფერს აფასებს აბსოლუტურად აქ. რაც მითხრა, იქიდან გამომდინარე ვამბობ. მეც მითხრა, რომ ზიგარი ხარ ესე მითხრა რა, არ შეიძლება და აი ესე რა, ძალიან მაგრა იმას რა ქვია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში
სრულიად დამსახურებულად არის ჩაწერილი და იქნება ყოველთვის. ყოველთვის იქნება. იმის გარდა რომ ევროპაზე გავედით, პლეი-ოფში გავედით, პორტუგალიას მოუგეთ და არ ვიცი ახლა რა უნდა ვილაპარაკო რა და ვენო აგე საათი მაქვს ნაკრების, ეს მაქვს ნაკრების, ეს ნაკრები, კებგა ნაკრები, ის ნაკრები, ეს ნაკრები, ის მაგეთ დღეშია. ანუ ამ კაცმა გააკეთა ის რაც ჩვენ გვინდოდა. ერთად გავაკეთეთ, მოდი ესე ვთქვათ რა. და თავისუფალ დროს იმას მღერისხობენ საქართველოა. ისე ჩამოთვალე რომ ინდოდა დამატებინა. გარდა იმისა რაც ჩამოთვალე არის ძალიან უბრალო ადამიანი, რომელიც ორივე ფეხით ძალიან ჯიგარია. ყარად დგას, არსა და მიუხედავად ამხელა წარმატების, ანუ კომუნიკაცია შეუძლია ფეხბურთელებთან ძალიან მნიშვნელოვანი არის. მათ შორის ახლა ძალიან ძნელია წვნერს უამრავი ფეხბურთელი ყავს გუნდში. ხო ახლა ყველა ფეხბურთელი ბედნიერი ვერ გეყოლება. ხო იმ ვიღაცას არ ათამაშებს. ხო, მაგრამ ვინმე სხვა არ ამოუღია ლევან აცეთკაც. ხო, ანუ უყურე მან მიდივარ რომ შენ რომ შეგიძლია რომ აი ეს უთამაშებელი ფეხბურთელიც კმაყოფილი ყავდეს რაღაც ხალხი. სავარაუდოდ ყველას ელაპარაკება ინდივიდუალურად. არც გინდა რომ ეგეთი იყოს, იმიტომ რომ რაღაც გაბრაზდეს ვიღაცა, ხო? მაგრამ რაღაცა ჩარჩოებში რო ზის ეს ყველაფერი და შენ მასთანაც საუბრობ, უხსნი, იცის თუ რატო იღებ ამ თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან დიდი პლუსია. და მე თუ მკითხავთ, ესაა ყოველთვის ძალიან დიდი პლუსი მწვრთნელისთვის, გარდა იმისა, რომ ეხა ტაქტიკა და რაღაც მონახაზი უნდა ესმოდეს და იცოდეს, მაგრამ ეს რო შენ შეგიძლია რომ კომუნიკაცია ქონდეს მოთამაშეებთან, პოზიტიურად განაწყო გუნდი და ეს მთლიანი გუნდი შეკრა ერთი მიზნისთვის და წარმატებისთვის, ანუ ეს ძალიან დიდი პლუსია და საბოლოო ჯამში ანუ როგორც მოხდა ესეთი მაგრამ ხო დიმა ის წაიკითხა. ეს აუცილებლად. მაგრამ აინტერესებს ლევანზე ძალიან საინტერესო და ეს კაი რამე. ანუ კობიაშვილი მივიდა სახლში, უბრალოდ მიდიოდა სახლიდან და სახლში თქვა, დღეს თუ გოლი ვერ გავიტანე, აღარ მოვალ, უკან აღარ მოვბრუნდები. PSV-სთან მატჩის წინ. ეს იყო PSV-ს კეთრიკის წინოდა. ეს არის ლაშა აფციაური. მართლა არაპირებდა სახლში მისვლასო? იყო მართლა თქვი ჯერ ეგ, მაგიდან დავიწყოთ. თუ გახსოვს. არა. ამას აიდან გაიგო, შენება თუ უთხრეს ინვენტორი. არა. თვითონ თქვაო. არა, ეგრე არ შეიძლება რაღაცა სხვა ისტორიაში გუშლება. ანუ ესე არ იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ერთი რომ ხახში არ მოვალე რა. გოლების გატანა ეხა შენი მოვალეობა არ იყო. მოვალეობაზე ძლიერი მხარე არ იყო ეხა პოზიციაც. ხო, და მით უმეტეს ეხა ჩემპიონთა ლიგის თამაშზე რომ ეხა წინასწარ რა შეგზნება იყო მითხარი რა, რა შეგზნება იყო, აი რომ გარბოდი ესე. ეგ არ იყო ეხა მე ხუმრობითაც ვიძახთ ეხა 3 გოლი ვარჯიშზე ამ მქონია გატანილი და უცებ ამ თამაშზე მოხდა ის რაც მოხდა. ხო, ნუ შეგზნება, ნუ ძალიან რაღაცა ის არის. ლიგაზე 3 გოლი მისეთი кайფია ალბათ, რა ვიცი. სიმალე გითხრა, რაღაცა სიტყვები იპო, რაც ამ ემოციას მთლიანად ასახავს, ძნელია. თან ძალიან კაი გუნდის წინააღმდეგ და კარგი მეკარის კარშიც გაიტანეს კომესი ბრაზილიელი. საერთო ჯამში, ანუ კაი ლიგის ჯგუფი ვითამაშეთ, უბრალოდ ანუ მაშინ მილანმა დაგუყვა, ასე რომ ვთქვათ. PSV-სთან წააგო, რომელიც ახლა მოულოდნელი იყო მათი მარცხიდან, ანუ PSV მერე მაგმოგებით იდეაში გვაჯობა. რა ჭირდებოდა და იდეაში ხო მილანი და ჩვენ უნდა გავსულიყო. ცოტა წაუყალთაბანდეს ბიჭებმა. ხო არა, ეგრე არ იყო, ჭირდებოდათ ბოლოს წინატური იყო სახში. ჭირდებოდა მილანს? იგი მოგება. ლევან აი ჰაინკესიც მითხარი რა ერთი. იმიტომ ბოლო თამაში ჩვენ ქონდა მილანში. და ის რომ მოგეგო ტოვებდი მილანს. ხო, ანუ ჩვენ აი ჰაინკესის ზოგადად დამოკიდებულება მუშაობა და ყველაფერი ძალიან დიდია რა ძალიან. ხო, ანუ ძალიან ჰაინკესი მართლა წარმოუდგენელი იყო და მართლა პატივი იყო მასთან ერთად მუშაობის, თან პირველად ახლა შალკეში რო გადავედი, პირველი წვნელი ჰაინკესი დამხვდა, ანუ აი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება მიდგომა, სავარჯიშო პროცესი საუბარი ფეხბურთელებთან აი ეს ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, ანუ მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელად თვითლებოდი. კი, მაგიტომ გეკითხებ, მაინტერესებდა. ჩემთვის ნამდვილად, ანუ ძალიან აი ყველაფერი მაღალ დონეზე ძნელი იყო. ტიპიური გერმანელი იყო, როგორც ჩვენ ვიცით. არა. აი გერმანელი როგორც აბსოლუტურად მე უფრო მგონია, რომ მე უფრო აი რაღაც გერმანიის გერმანული რაღაცა ქონდა ეხლა დისციპლინა რაღაც. მაგრამ ფეხბურთი უფრო ესპანური იყო. ხო, იქიდან გამომდინარე ხომ. ხო, აბა. მანამდე ბილბაოშიც იყო. მადრიდის ლიგა აქვს მოგებული და ასე შემდეგ. ანუ ფეხბურთის კუთხით სათამაშო და დამოკიდებულება უფრო ესპანური იყო და ეხლა ის რო დისციპლინა და რაღაცა ის ქონდა ცხადია ეხლა ამ ხელა ფეხბურთელი იყო თავის დროზე თვითონაც და შემდეგ ამ ხელა მსმენელია. მოკლედ ნაკრების თამაშამდე რაღაც დღეები ღერჩება 4 სექტემბერს ველოდებით მოუთმელად ვიწყებთ თურქეთით სავსე ტრიბუნებით ბილეთები რა მაგრალი წილით იყიდება ვინც არ უნდა ჩამოვიდეს მაგაზე რომ кайფობ რა
მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ყველა თამაშის ბილეთი იყიდება. ეხლა და ითხოვენ კიდევ ნეტას ალაროებშიც იყოს აფსუსო ეგრევე. ითხოვე რა. არა, ითხოვენ უნდა კარგია მე ბუნდიროა. ეგეთ ჩვენ ნაკრები, აი საქართველოს თურქეთზე 200.000-იანი სტადიონი რო იყოს. 9 მილიონიანი დარწმუნებული ვარ ყველა ბილეთი გაიყიდება. ამ პერიოდში დარწმუნებული ვარ. უეჭველი. გამოგვიწერეთ მეგობრებო. დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურა წინა ეპიზოდს უყურა, კარგი რაღაცები დაგვიწერა, არც თუ ისე კარგის დაგვიწერა და ყველაფერი ასე შემდეგ. ყველა ძალიან გვიყვარხართ ჩვენ და გამოგვიწერეთ დაგულე თუ რა ქვია ვერ ვისწავლე ესენი და შემტამეს რა ჩემი. ამას მარტო და ლაიქეთ არ მინდა. ოდნო კლასნიკი. ამას მარტო ოდნო კლასნიკი უნდა მისცე რა. აი ოდნო კლასნიკი რა. სხვა არაფერი. რა გახდა? მოიწონე. რო სხვა შეიძლება. მიდი ლევანო ხო გაიტანა 3 გოლი PSV-ს კარში. მიდი ხეთი შეასრულე. 4 ულესენი. პოკერი შეგისრულე. და ლაიქე. გამოგვიწერეთ, ჩვენ განვაგზობთ იმას რა ქვია, ჩვენს ლაილაის მოკლედ და უბრალოდ დღეს სხვა ჟანრში ვიყავით, იმიტომ რომ არ გვეხალისება და წარმატებები მინდა გისურვო. მადლობა თქვენც ასევე. მინდა და მსოფლიო ერთად თურქეთზე ისეთი დრაივი იქნება ტრიბუნებიდან. ისეთი რა და მე მიდით 2 საათ ადრე, როგორც არის რა, გარეთ მთელი ამბებია, აი კარგი ამბებია, იმას იყიდის ჩარფი, მარფი. აი, მაგაზე მინდა კიდე ცალკე მადლობა, რამდენი წელი გეხვეწებოით ხოლმე. დღეს პრობლემა არ არის. დღეს უბრალოდ საკმაოდ ბევრს გლოვობთ და შავები მითო ჩავიცით. თორე ისეთი მაისურებიც გვაქვს. ეს რაღაცები არის რა უკვე რა და ეს ფანებისთვის და მაგის პრობლემაც აღარა გვაქვს. სულ ჩვენ ფერებშია ხოლმე ტრიბუნები, ადრე შაშავებული იყო რა. მაგის პრობლემაც აღარა გვაქვს. ეგ ჩემთვის არის მართლა აი ხო ბევრი რაღაცა გამოვიარეთ, მაგრამ ეგ არის ჩემთვის ყველაზე ბედნიერი რაც ხდის არის ის რომ დღეს ისეთი გარემო არის თამაში მატჩდეიზე, თამაში დღესო თუ არ გაცვია რაღაცა ნაკრების უკვე შედან ტეხავს. მაგრამ აი ახლა რო გავიდეთ გარეთ, ყველას აი უბანში მართლა საოცრება არის, აი გავიხსენებ ახლა რამოდენიმე თვის წინ ანუ ამერიკაში ანუ საკლუბო მსოფლიოზე რო ვიყავ ნახევარფინალ ფინალზე, აი მართლა ეგეთი ბედნიერი, ამდენი ქართველი. ყველას ხო ჯერ ქართული დროშა ქონდა და მეორე აი 10-დან 9-ს ნაკრების მაისური ეცვა. აი ეგეთი მაგარი შეგრძნება, ეგეთის ბედნიერება, აი ეგ უნდა მეთქვა, აი ხე გავიდეთ ხაბურთალოზე ხო ვართ? ეხლა ნუ ზაფხულია ბავშვი ეზოებში შევიდეთ, როგორც რომ ბავშვები თამაშობენ. აცვიათ ზმაო, მამარდა კარში მამარდა. მესი, რონალდო და დანარჩენი სულ ჩვენ, ჩაკვე, მამარდა, კვარა, ყველასი, ჟორჟი, არ მინდა ვინმე გამორჩეს. ყველას მაისურები და აი ამ ხელას პირგანეთებს. უკვე ძალიან თეიქ თემა შეცვილია და მაგას წყალი აღარ გავა. ცუდი პერიოდი. უბრალოდ კლუბებს ვთხოვთ დაგვეხმარეთ მეგობრებო. საქართველოს თამაშზე მოვდიოდი ხოლმე, აი ადრე გეუნები. ტიპებს უგს ბრაზილიის მაგიგებიაც არისო რა ხო. ბიჭო ბრაზილიის მაისურზე მე სოფლიოზე ჩავიცვალ. არა, ყველა მაგრამ აი დინამო სტადიონზე რომ მიდიხარ მაგას. მაისური კიდე ხო პრობლემა იყო, ყველაზე დიდი ანუ აი ყველა რაც მაღიზიანებდა და ვერ ვიტანდა ყოველთვის ეს ევროპა ფანკლუბები რო იყო, ერთმანეთს უცემდნენ. რაღაცა ქვეყნების ფანკლუბები იხსნებოდა მსოფლიო. 2000 კოდივუარის იყო დედასვიცა ვარ, კოდივუარის ფანკლუბი. აი რა კოდივუარი. ანუ ადამიანების მიმართები თო. იმ ადამიანებს მიმართ კი არა ვარ კრიტიკული ხარ, რავი, ესე იყო და ჩვენ ვერ გავდივართ. არგენტინა ბრაზილია მიწყობა ხო იცი? რა იმდენად მაღიზიანებდა ბრაზდებოდი ამ ყველაფერზე, რომ აი დღეს რო ეს ყველაფერიც დასრულდა და აღარ არის და რადიკალურად შეცვლილია, ეს ძალიან დიდი ბედნიერება. კი, მაგარია ძალიან. გაუმარჯოს. გაუმარჯოს ჩვენს რაც შეიცვალა ეს ბრენდინგი, ახალი ლოგო, ანუ რაღაც ანუ ამ ყველაფერმა მოიტანა ეს რა, იმიტომ რომ გულშემატკივარი რაღაცნაირად ადაპტირებული გახდი შენ ნაკრებთან. კი, მაგარია ძალიან. ლოგოსთან რაღაც ანუ შენი გახდა ეს ყველაფერი და მანამდე ეს არის. ანუ მანამდე არანაირ ბრმა გულშემატკივარს ნაკრებს, ლოგოს, ფორმასთან არ ქონდა. დღეს ეს ყველაფერი შენი საკუთარია, შენი არის და ამით და რიტუალი გაქვს უკვე თამაშის დღეს. ადამიანს ქუჩაში რო აცვია ეს ჩვენ ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ამით ამაყობს. ანუ უნდა რომ ყველას დაანახოს. ჩვენ რო გვეტაკენი ვიღოს ხალი გერმანელები? თავისი ნაკრებია, თავის ქვეყანა და ეს ძალიან მაგარია. მოდის ორი ტიპი, ჩართვაზე ვდგევართ იქ რა. ორი ტიპი მოდის, გაუმარჯოს ესე ლაბარაგობენ. ბიჭო, შევხედე, არ არის ახლა ეს ქართველი აშკარად რა და ორი გერმანელი ტიპი, ჩვენი შარფები მოგდებული, თავზე ქუდი შოვის, ქუდი სადაშოვის ვაფშე არის, მაშინ ვერ მქონდა. და მოვარდნენ და ჩართვას შემოვარდნენ, რაღაც გვაქანავეს, ესპანეთთან ლევან. საქართველოს, პორტუგალიას დედას გებწევით ურამეს ვამატებდი ესპანეთთან მატჩის წინ, ესე ფეხით მოვდივარ, აბები რაღაცები გახსოვთ.
და საქართველოს დადაბხელ მეთქი ქართველები არიან დედას გეცები ესპანელები იყვნენ ანუ იმდენად რაღაცა უცხო იყო მათთვის და სასიამოვნო ჩვენი შესვლა იქ ევროპის ჩემპიონატზე როგორ შევაღეთ კარი ესეც არ შეიძლება შეჩემო მე რას მე კი არ გიკვირს საქართველოს ჩვენ ხო უბრალოდ მონაწილეები კი ანუ არა კვალი დავტოვეთ ეხლა მე გეუნები შეიძლება მოგერიდოს და არ თქვა მაგრამ რამდენიმე ესეთი დებიუტანტი არსებობს ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში და ერთ-ერთი ჩვენ ვართ ფაქტია და გერმანელები ჩვენ ანუ ეს ყველაფერი ან მაგიტომ ვახსენებ ეს ყველაფერი რაც თვალით ნახის ჩვენმა ბიჭებმა და გუნდმა და ყველამ ჩვენ ანუ ყველას გვინდა რომ კიდე ეს გამეორდეს და კიდევ ნახოთ და ეს არის და მუჯირმა უნდა იმღეროს შეპირებულია დო თავის შვილმა დავუდო ის ვიდეო არ ვიცოდით მე ჩვენ ძალიან დიდი კაცი ამღერდა კაი ჩვენი ქართულ ესტრადის ტიპებს არ ჩამოვარდება თან პირდაპირ გლიჯა ლაივში იმღერა კაცმა ფონოგრამაზე კი არის და შემდეგში თუ გავედით ანუ მე არ ვიმღერე რატო იცეკვებს კიდევაც იმღერა და დიმა თიუმურის ჩაკრებს მოდი გააკეთეთ მოვიდაფარაკოთ სოფლიოზე თუ გავალთ მე შენთან ნოდარმა ვიღეროთ ეს სიმღერა ჩავწეროთ დაწეროთ არა ისე ვიმღეროთ აი სპონტანურად მიდი რა მიდი ეხაცები რა აგეროს როგორი შეფასება და შენ შეგვაფასებ მაშინ და დავიღუპებით მეგობრებო აი როგორ კაი როგორ ძიმე თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი და როგორც კი ხუთი ცალი კომაგი ჩავარახრახე ეგრევე განწყობაზე მოვედი ასე რომ მიირთვით კომაგი ბაბონო ზევან დიდი მადლობა მადლობა პირიქით წარმატებები ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი მიშო ხელზე ვისაუბრეთ ცოტა და ის რაც თქვით უნდა გაკეთდეს ბევრი ლაპარაკია საჭირო და პრობლემები და ეხა ნაკრებზე ვართ გადართულები სულ ცოტა 10 დღეა თუ რამდენი როდის არის 4-ია და 4 სექტემბერს ყველანი სტადიონზე დააცხოთ და ვითამაშოთ კაი ფეხბურთი და ჩაყვეს მინდა მივესალმო განსაკუთრებით ვიცი რომ ტოვერს და გამძლეობა უსურო არ არის მისთვის პირველი ეს ისა აბავი და წარმატებები ვიცი რომ ვიყურებ თან და აბა შენიცი მალე გამოჯამთელდი გელოდებით და ყველა მინდა რომ თასთავარი ყველა იყოს ჯანზე და ფორმაში ეგ არის თავარი და მივალთ ვითამაშებთ ღირსეულად კარგად ნაკრებში ეჭვი არ გვეპარება მაგარი თული პერიოდები გაგვივლია გადაგვილახავს და კიდევ გადავლახავთ წარმატებები მადლობა ლევან გოგიაშვილი ეხა რაც შეეხება დამთავრებას გთხოვთ გამოგვიწერეთ და მოვიწონეთ ჩვენი გვერდი და ერთად განვითარდეთ რა ჯუდი შესასის კი ჭამია შენ რა გახდა დაალაიქეთ მოწუწონე კი ქვია ხო იცი მაგას კარგად ლევან დიდი მადლობა აბა ჰე გაიხარე